საღამშვიდობის მოგესალმებით დღეს უკვე მეორედ ამჯერად თავისუფალ სტუდიაში ხვდებით ერთმანეთს მე ვარ ლელა ბაღდავაძე და ჩვენ სტუმრებთან ერთად ვიწყებთ იმ სურათის შეფასებას რასაც დღეს ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ წავა თუ არა ქართული ოცნება ოპონენტების დაპატიმრების კიდევ ერთ წრეზე ციხე თუ გაქცევა რა არჩევანი აქვთ ბრალდებულ პოლიტიკოსებს ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე განაჩენი ახლოვდება, ამიტომ 8 პოლიტიკოსის წინააღმდეგ აღძრული საქმე განსაკუთრებული ინტერესის საგანია. შესაბამისად ეს საქმე დღეს ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, ისე როგორც ვისაუბრებთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკაზე, ურთიერთობებზე ვაშინგტონთან, ბრიუსელთან და დანარჩენ სამყაროსთან, რასაც თავად ქართული ოცნება მულტივექტორულ პოლიტიკას არქმევს. მაშასე შეგვიძლია დავიწყოთ და წარმოგიდგენთ ჩვენს პირველ სტუმარს, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე იმყოფება ჩვენთან ერთად. გამარჯობა ქაპტო ხატია და მადლობა რომ გვესწრებთ. ქაპტო ხატია, იმოდით ჩვენი ინტერვიუ ქართული ოცნების საგარეო ურთიერთობების მიმოხილვით დავიწყოთ და შემდეგ უშუალოდ შიდა პოლიტიკური პროცესები პირველ რიგში კი ვისაუბროთ მარკო რუბიოს მიერ მაკაბოჭორიშვილის ვაშინგტონში დაპატიჟებაზე, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პოლიტიკური ტერორიზმის საკითხთან დაკავშირებულ მინისტერიალში იღებს მონაწილეობას. აი როგორც თავად ქართულ ოცნებაში ვისმენთ რუბიოს მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატებისთვისაც საგანგებოდ მნიშვნელოვანია. გითხარით თქვენ როგორ უყურებთ ამ ვიზიტს, რა ვიცით ამ სამიტის შინაარსობრივ ნაწილზე და შესაბამისად ამ ღონისძიებაზე დაპატიჟება რა ტიპის პოლიტიკური სიგნალია? საღამშვიდობის კიდევ ერთხელ მადლობა სტუდიაში მოწვევისთვის. ჩემთვის ცოტა ესეთია ზედაპირულია, იმიტომ რომ გასაგებია ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია აქ რამდენჯერმე იყო, ასევე მათი კონკრეტული დამოკიდებულება და მათი პოზიცია საქართველოში არსებულ შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ ასე ვთქვათ ორიენტირებსა ჩვენ არაერთხელ გვინახავს. მარკო რუბიოს თვითონ განცხადება კონგრესში, როდესაც მოსმენა იყო და საქართველოს საკითხზე მას კონგრესმენებმა ძალიან კონკრეტული კითხვები დაუსვეს, რა თქმა უნდა ეს პოზიციაც ჩვენ მოვისმინეთ. ეს პოზიცია იყო, რომ ქართულ ოცნებას ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნულ ძალაუფლებას ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათ დაუსვეს ის შეკითხვები, ის კონკრეტული ორიენტირები, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულონ, თუ უნდათ რომ გაუმჯობესდეს გაცილებით უფრო ურთიერთობები, რაზეც ჯერჯერობით ჩვენი ასე ვთქვათ ყველა დასტური გვაქვს იმის, რომ ამაზე არავითარი რეაგირება ქართულ ოცნებას არ ქონია, რაც შეეხება სამიტს 60-ზე მეტი ქვეყანაა მიწვეული, 60 ქვეყნის ასე ვთქვათ კონკრეტულად წარმომადგენლების, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა რა ვიცი, კრიმინალური იუსტიციის საერთაშორისო კონტექსტში, ამიტომ ახლა განსაკუთრებულად რომ რაიმე ორმხრივი ფორმატი იქნება, რა თქმა უნდა, ამაზე რა ვიცი, არ გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ სიმართლე გითხრათ, იცით რა, თუ ქართულ ოცნებას უნდა რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან რაღაცნაირად ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს საკეთილდღეოდ დააყენოს თუნდაც დღის რიგში, ეს მათ იციან რა უნდა გააკეთონ, ხო? ეს არის კონკრეტულად საქართველოში უსაფრთხოების კონტექსტი, ირანთან დაკავშირებული ძალიან მწვავე პრობლემები, ჩინეთთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც არაერთხელ დასმულა, პრეზიდენტ ტრამპის დერეფნის მიმართულებით ჩართულობა, ხო? ანუ ასევე შიდა პოლიტიკური კონტექსტი. შიდა პოლიტიკურ კონტექსტში დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ პარტიების აკრძალვის საკითხი, ადამიანების დევნის, პარტიის პოლიტიკური ლიდერების დევნის საკითხი კონკრეტულად რა თქმა უნდა არსებობდა. ამიტომ მე ამ კუთხით ვერც თქვენ, ვერც მე ვერც ჩვენი საერთაშორისო მეგობრები და ამერიკელები ვერ ხედავენ რაიმე როგორც ამბობენ ქაპტო ხატი არაერთი წინაპირობაა დაყენებული იმისთვის რომ ქართულ ოცნებასთან ურთიერთობები გადაიტვირთოს, თუმცა მე ირანთან ურთიერთობების ჭრილში მინდა ჩაგეკითხოთ და რატომ აი ვაშინგტონში მაკაბოჭორიშვილის მიწვევა ხდება მას შემდეგ, რაც საქართველოს ირანში ამერიკული მხარის მიერ ლიკვიდირებული სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ხა გვახსოვს, როცა თეირანში მიხეილ ყაველაშვილის გამგზავრების გაწყვეტილების შესახებ გაცხადდა, რა ტიპის განცხადებები კეთდებოდა, ხო, თბილისში ვისმენთ განცხადებებს, რომ ამ გაწყვეტილებას მწვავე რეაქცია მოყვებოდა ვაშინგტონის მხრიდან, თუმცა არ ვიცი, ხა რასაც ხედავთ,
მარკო რუბიო აი სწორედ ამ გადაწყვეტილების შემდეგ იწევს მაკაბოჭარიშვილს ცივილიზებული სამყაროს სხვა ლიდერებთან ერთად არის სამიწე. ანუ კითხვასაც დაგისვათ და ერთად მიპასუხეთ. კი, თუმცა მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. აი ამ მიპატიჟებაში ჩანს თუ არა, რომ თქვა, იგივე საქართველოს პრეზიდენტის ირანში ჩასვლასთან დაკავშირებით თბილისში უფრო ღელავდნენ ვიდრე ვაშინგტონში. აიცით რა არის კონკრეტულად ახლა თბილისში ეს არის ჩვენი შიდა პოლიტიკური საკითხი და ჩვენი უსაფრთხოების კონტექსტი და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება. ამიტომ მე ვერ ვიტყოდი ასე ვერ დავსვავდი საკითხს, რომ თბილისში უფრო ღელავდით ვიდრე სადმე სხვაგან, ხო? ანუ ჩვენ ქვეყანას ეხება. ეს არის პირველ რიგში ის, რომ ირანის გავლენები, თქვა, ინფილტრაცია, ზოგადად, ანუ კონკრეტულად სხვადასხვა მაგალითები ჩვენ გვაქვს არაერთი, როგორ ხდებოდა რეკრუტირება, როგორ ხდება ადამიანების რადიკალიზაცია და ასე შემდეგ. ხო, ანუ ჩვენ რა თქმა უნდა ვღელავთ იმ საერთაშორისო და უსაფრთხოების წესრიგზე, რომელიც აქვს ანტიეროვნულ ძალაუფლებას. ეს არის რუსული გავლენები, ეს არის ირანის ისლამური, თქვა, გვარდიის გავლენები, რეკრუტირების მცდელობები, ჩვენი მოქალაქეების რადიკალიზაციის მცდელობები, სხვადასხვა ფილიალების გაძლიერება, მაშინ როდესაც გამოჩენილ და მართლად მნიშვნელოვან საგანმანათლებლო ინსტიტუტებს ემუქრება ძალიან სერიოზული საფრთხე, ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ ვღელავთ, მაგრამ ასევე დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს რა თქმა უნდა ორმხრივ თუ ზოგადად იმ ურთიერთობების კონტექსტში, რა ურთიერთობებზეც ახლა შეიძლება ქართული ოცნება აქცენტს სვავდეს, ყოველთვის არის ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ხო? მათ შორის თქვათ ჩინეთის გავლენების გაფართოება, რუსეთის გავლენების გაფართოება. ამიტომ თუ ჩვენ გვინდა და წარმოგვიდგენია, რომ თქვათ პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო დერეფანზე მიერთების კონტექსტში და დერეფნის ასე ვთქვათ გაძლიერების კონტექსტში რაიმე პოზიტიური შეუძლია ქართულ ოცნებას თქვას, რა თქმა უნდა, მაშინ მათ ადეკვატური ნაბიჯები უნდა გადადგან. რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატების განცხადებას, ჩვენ ბოლოს ყველაზე მაღალ დონეზე, რაც ნახეთ, ეს იყო რუბიოს განცხადება, ამის შემდეგ მაღალ დონეზე არ ყოფილა, თქვათ, არც უარყოფა, არც რაიმე გაუმჯობესებაზე ლაპარაკი. თქვათ, ეს არის კონკრეტულად ის რა მოცემულობას და ფაქტებიც გვაქვს, ასევე ბიძინა ივანიშვილის სანქციები, რომელიც მის წინააღმდეგ არის, ეს სანქციები არ მოხსნილა და ჩვენ სულ გავიწყდება ხოლმე, რომ რაღაცნაირად თითქოს აი ფიქრობთ, რომ დაალაგდებიან. დაალაგება რას ნიშნავს? დაალაგება ნიშნავს იმას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი სხვადასხვა კონიუნქტურულ გეოპოლიტიკურ ჭრილში იყოს დაცული ამ რეგიონში, ხო? ანუ ეს არის რეალურად და ჩვენ გვჭირდება ძლიერი მეგობრები რეგიონში ლიდერობა, რაც დათმო ქართულმა ოცნება, ამიტომაც ესე ვთქვათ, 60-ზე მეტი ქვეყანაა მიწვეული, 60-ზე მეტი ქვეყანა. ეს და არა მხოლოდ ევროპიდან, ან ევროპის კავშირიდან, ძალიან ბევრი ვთქვათ, სხვადასხვა კონტინენტებიდან. ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის საკითხები, რომელიც არის დღესწესრიგში და რომელიც იდო ვთქვათ მაგიდაზე, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია აქ ჩამოდიოდა, ეს საკითხები არ მოხსნილა და არც მოიხსნება. ჩვენ რა გვჭირდება? აი ძალიან მარტივი კითხვაა, ხო? ჩვენ გვჭირდება ის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვიყოთ მართლა ძალიან მნიშვნელოვან მჭიდრო თანამშრომლობაში, ისეთივე ინვესტიციები განხორციელდეს თუნდაც ნახევარგამტარებზე, როგორიც არის სომხეთში, ისეთივე თანამშრომლობა იყოს უსაფრთხოების სფეროში, როგორიც არის სომხეთსა და აზერბაიჯანთან ამერიკის შეერთებული შტატების, ისეთივე ვთქვათ მჭიდრო ურთიერთობები იყოს, როგორიც არის ვთქვათ სხვა ქვეყნებთან. თუ ჩვენ გვჭირდება ზედაპირული ურთიერთობები, სადაც ქართული ოცნება მხოლოდ რაღაც პროპაგანდისტულად მიუდგება ამ ყველაფერს. მე ჩემი ქვეყნის ინტერესები მაინტერესებს, ჩემი ქვეყნის ინტერესები მაღელვებს და არ უდგები ამას პროპაგანდისტულად, როგორც ქართული ოცნება. ხათო-ხათია გამოჩნდება ნამდვილად რა გაგრძელება იქნება ტრამპის ადმინისტრაციის და ქართული ოცნების ურთიერთობას, იქამდე კი შევაფასოთ ისიც, რასაც ბრიუსელთან მიმართებაში ვხედავთ, რომ ევროპაშიც გადმოვინაცვლოთ, მით უფრო რომ ამ კვირაში შეფასების საგანია კაია კალასის მიერ გაკეთებული განცხადება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მაყურებლებს რომ გავახსენოთ, ამბობს, რომ საქართველოს მთავრობასთან კავშირი პრაქტიკულად აღარ აქვთ და არც მისი მხარდაჭერა სურთ. აი რასახე მიიღო ამასობაში უკვე ბრიუსელის და თბილისის ურთიერთობებმა და მეორე მხრივ აი რატომ შეიძლება აღარ ცდილობდეს ევროკავშირის ხელმძღვანელი პირები ქართულ ოცნებასთან არსებული პრობლემების ისევ დიალოგის გზით მოგვარებას, როგორც ამას აი იგივე ამერიკის შეერთებული შტატები და ვაშინგტონი ცდილობს. არა, მე ვერ დავარქმევდი, რომ ეს არის ვაშინგტონთან დიალოგი. ეს არის კონკრეტული მცდელობა, რომელიც და ის ნაბიჯები, მცდელობის ნაბიჯები, რომელიც გადმოდგა ჩვენმა მეგობარმა და მართლა ძალიან მნიშვნელოვანმა ისტორიულმა პარტნიორმა და მათ კონკრეტულად ძალიან ისეთი
თქვათ საკითხების გაჟღერება მოხდა ყველა იმ შეხვედრაზე, რომელიც აქ იყო საქართველოში, ამიტომ მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს არის რაღაცა დიდი გარღვევა, ხო? კიდევ ვიმეორებ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესი, დასავლური ინტერესი, რაც შეიძლება ფართო იყოს ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში, როცა მაშინ სომხეთში და თქვათ აზერბაიჯანში იზრდება. თუნდაც სამშვიდობო ეს შეთანხმებები, თუნდაც სამშვიდობო კონტექსტში ძალიან სერიოზული ინვესტიციები, მაგრამ ამ კუთხით სამწუხაროდ გაუმჯობესებები არ ხდება და მე ყველას ყოველთვის თუ ადამიანებთან და როცა მაქვს ადამიანებთან ურთიერთობა, ასევე თქვათ მნიშვნელოვანია გავმიჯნოთ რეალური ქმედებები და რაც ხდება თქვათ პროპაგანდის კუთხით. ხო, ეს საინტერესოა, ამაზე დაკვირვება და ეს რაღაცნაირად ამ ხაზის გავლება უნდა ვისწავლოთ, რაც შეეხება ევროკავშირთან. იცით რა არის, აი ახალი რაიმეს მოგონება იმ საგარეო პოლიტიკურ ბრჭყალებში, ორიენტირებში, რომელზეც ქართული ოცნება ფიქრობს, რომ მანევრირებას მოახერხებს და ბიძინა ივანიშვილის ანტიეროვნული ძალა ყველა მისი წარმომადგენლით, აქ მანევრირების სივრცე საერთოდ აღარ არის, ხო? ანუ ეს ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოს ეროვნული ისტორიული მისიის წაშლა, ზოგადად ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში, თქვენ გჯერათ, რომ ამ შიდა პოლიტიკური დისკურსით, ამ რეპრესიული პოლიტიკით, ამ საგარეო პოლიტიკის მართლა წარმოუდგენლად რაღაცა ისეთი დომხალით და სრულიად სხვაგან იზოლაციონიზმით, რომელსაც გვაჩეჩებს ივანიშვილი და ამ იზოლაციონის არქმევს სუვერენიტეტს, ამით როგორ წარმოგიდგენთ, რომ ევროკავშირში რაღაცა გარღვევა მოხდება. უფრო მეტიც, აი მე-6 კლასტერი გახსნეს უკვე მოლდოვასთან და უკრაინასთან და ჩვენ უბრალოდ ულტიმატუმის და საშინელი ანტიდასავლური და ანტიევროკავშირის პროპაგანდისენით ელაპარაკება ქართული ოცნება. ქართული ოცნება საკითხს უსვამს ასე ევროკავშირს უფრო სჭირდება საქართველოს თუ საქართველოს ევროკავშირი, ამიტომ მოდით ეს კითხვაც დავსვათ, მოისმენდით რას ამბობენ საბანკო უმრავლესობაში. მაგალითად, ლევან მაჭავარიანის პოზიცია გახდა შეფასების საგანი, ევროკავშირს საქართველოს იმაზე მეტად სჭირდება, ვიდრე საქართველოს ევროკავშირი, შესაბამისად მოუწევთ ჩვენთან დასხდნენ, ან მოიგებიან გონს და დაიწყებენ მოლაპარაკებებს, ან უნდა დაველოდოთ ცვლილებებს ევროკავშირში, გუშინ გააკეთა მან მედიასთან ეს განცხადება. აი რას ამბობს რიცხვები თუ კი რიცხვებს ჩავხედავთ და მართლაც რას აძლევს საქართველოს ევროკავშირის სივრცესთან თანამშრომლობა და მეორე მხრივ რას აძლევს თვითონ ევროპას საქართველოსთან ჭიდრო კავშირი. გულწრფელს რომ გითხრათ, ჩემს თავმოყარეობაზე მეტია ეხლა მაჭავარიანის კონკრეტულ გამონათქვამზე პასუხი, მაგრამ ზოგად კონტექსტში ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს რას ნიშნავს ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება. პირველ რიგში ესა და რაზე ამბობს უარს ქართული ოცნება. ეს არის მშვიდობის ყველაზე უფრო დიდი ქოლგა, რომელიც არსებობს უახლეს ისტორიაში და არა მხოლოდ უახლეს ისტორიაში. ეს არის ეკონომიკური კეთილდღეობა, ეს არის პრაქტიკულად ისეთი სამხედრო დახმარებები, რომელზეც აი თქვათ საქართველოს მთელი მოსახლეობა და ჩვენი ქვეყანა ეროვნული უსაფრთხოების კონტექსტში დასული იქნება და მე მინდა მაგალითი მოვიყვანო ამის მოლდოვის, როდესაც რამოდენიმე დღის წინ ევროკავშირის მშვიდობის ყველაზე დიდმა ფონდმა 120 მილიონი ევრო მისცა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების დაინსტალირების და ყიდვის და შესყიდვის მიზნით მოლდოვას, ხო, ანუ გააძლიეროს მოლდოვის შეიარაღებული ძალები. ანუ პატარა ქვეყანას განვითარების, გადარჩენის, მშვიდობის დამყარების მხოლოდ ორი გზა აქვს. მეტი გზა უბრალოდ არ არსებობს და არც ისტორიულად გაუწეველა, არც ფაქტობრივად, არც მოცემულობით და არც ნებისმიერ თუნდაც რა ვიცი ანტიკური ხანიდან, ხო? ეს არის პირველი, ჩვენ გვყავდეს ძლიერი მეგობრები და ჩვენ ვიყოთ ისეთ ალიანსებში და კოალიციებში, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების დაცვას, მშვიდობას, მათ შორის ეკონომიკური ინვესტიციებით და უზრუნველყოფით, ეკონომიკური ფინანსური კაპიტალით, როგორიც არის სომხეთში და შენდება ეს მშვიდობა და მეორე ეს არის შეიარაღებული ძლიერი ძალები, როგორიც არის თქვათ ისრაელში, რომელიც საშუალებას მისცემს თუნდაც საქართველოს ცას იყოს დაცული, ხო? ანუ ესა არც ერთი მათგანი ქართულ ოცნებას უბრალოდ არც ერთი მათგანის გაძლიერების მიმართულებით არ გადაუდგავს ნაბიჯი, არც ერთი. ამიტომ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ იმაში, რა გვინდა ჩვენ ევროკავშირში და მეორე მხრიდან გვატენიან იზოლაციონიზმს, როგორც რაღაცნაირად აი მშვიდობის ფორმულას, ეს არის ყველაზე დიდი დანაშაული ალბათ თქვენი შვილების, ჩემი შვილების და ზოგადად ჩვენი მომავალი თაობის წინაშე და ქვეყნის წინაშე. ეს არის მშვიდობა, ეკონომიკური უზრუნველყოფა და ამ კონტექსტში რა ხდება? ნახეთ, რომ ყველაფერი დადის იმაზე და მიდის საბოლოოდ ფსკერზე იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი იყოს უზრუნველყოფილი, მისი ფინანსური კაპიტალი იყოს უზრუნველყოფილი, კორუფციის მასშტაბებს თქვენ ძალიან კარგად ხედავთ, სოციალურ გამოწვევებს და უთანასწორობას ძალიან კარგად
კარგად ხედავთ, ამიტომ ეს დაუშვათ პროპაგანდისტული მშვიდობა არის ზუსტად აი ამ მთელი რაღაც დეзинფორმაციის ნაწილი. აი ამ ყველა ბოდიში ერთით ამ მთელ ფონზე მე მაქვს ძალიან მარტივი კითხვა, როდესაც საგარეო პოლიტიკაზე ჩვენ საუბრობთ, ხო? ანუ საგარეო პოლიტიკა ზუსტად მიბმულია იმაზე, როგორ გძნობს ქვეყნის მოქალაქე თავს და ადამიანები საქართველოში თავს. როგორ გძნობენ? ანუ მშვიდობას და კეთილდღეობას ამაზეა მიბმული. როგორ გძნობენ თავს, როდესაც მაგალითად 500-ზე მეტი ადამიანი იღუპება წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევით და კატასტროფები, ბუნებრივი კატასტროფების არავითარი, თქვათ, რეზერვაციის დაკონსერვების საშუალება არ გვაქვს, არა იმიტომ, რომ რაღაცას, თქვათ, ეხლა ამ წუთას რაღაცა ვერ გაკეთდა, არამედ იმიტომ, რომ ეს წლების განმავლობაში იყო პრაქტიკულად მიტოვებული. აი, რიანო მობილები არ არსებობს. არ არსებობს ელემენტარული ეკონომიკური უზრუნველყოფა ოჯახების. ეხლა სექტემბერი მოდის ერთ თვეში და სექტემბერში ბავშვები სკოლაში მიდიან, ხო, როდესაც უმძიმესი ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა აქვს ოჯახებს. ამიტომ, როდესაც რაღაცა მშვიდობის ჭრილში უყურებთ და ჩვენ რა გვჭირდება ევროკავშირში, კი, ჩვენ გვჭირდება მათი დახმარება. ჩვენ გვჭირდება ვაჭრობა ევროკავშირთან, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების სფეროში მათთან თანამშრომლობა, ჩვენ გვჭირდება რომ ვიყოთ მათთან ერთად, იმიტომ რომ გვეკუთვნის ეს ყველაფერი. თუმცა ქართული ოცნება აქ ჩვენ ხედავთ მეორე პოზიციაზე რა პოზიციაც ახლა აქვს და პრეზიდენტი ჩამოდის და ამას ასაღებად კი ცენტრალური აზიიდან უნდა ჩამოდიოდნენ სტუმრების და დელეგაციების. თქვენ რა გონიათ, მე წინააღმდეგი ვარ რომ რაიმე თქვათ კონტაქტი იყოს ასე თქვათ საქართველოსი რომელიმე ქვეყანასთან. არავითარი წინააღმდეგობა მე ამაზე არ მაქვს, ამ ბალანსის პოლიტიკაზე, ხო, როდესაც საუბრობენ. მე პირიქით, რა თქმა უნდა, ვაჭრობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მარტო თქვათ რაღაცა კონკრეტულად აზიისკენ გაქვს გეზი და კონკრეტულად ისეთ ქვეყნებთან გაქვს შენ ურთიერთობა, რომელიც უბრალოდ ეკონომიკურ კეთილდღეობასაც არ გაძლევს, ყველაფერს რო თავი დავანებოთ, ხო? და სხვას ასე მთელი დღეების განმავლობაში ანტიპროპაგანდისტულად, ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებთ, მაშინ რა თქმა უნდა ეს პრობლემაა. აქვს ის პოლიტიკა, რაც აქვს ამ პოლიტიკის შეცვლას არაპირებს და მეტიც საქართველოს ხელისუფლება ადგილზეა, ხოლო ისინი, ვინ ჩვენ გვაკრიტიკებენ, პოლიტიკიდან მიდიანო, ნახავდით ალბათ ამ შემთხვევაში უკვე შალო პაპუაშვილს ვახსენებ, მის პოსტს, უბრალოდ სტატუსს ხო სოციალურ ქსელში, რომელიც მიუძღვნა გუშინ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, რომელმაც თავის მხრივ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან მიდის. აი მართლაც ამხელა ზეწოლაა ხო ქართულ ოცნებაზე, როგორც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მაგრამ მოკლედ ერთი ნაბიჯითაც კი ვერ ხედავთ, რომ მართველი პარტია უკან იხევდეს. შესაძლოა ნატოს გენერალური მდივანი გახდეს, ამიტომ ესე იგი ეს არ იცოდა პაპუაშვილი. მე მინდოდა მეკითხა რა გგონიათ მიზეზები იმის, რომ ქართული ოცნება ამხელა საერთაშორისო ზეწოლასაც კი უძიებს. აი როგორ რა ძალა აქვს მართლ პარტიასაც. სად იქნება, როდესაც ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებაში აღარ იქნება. ან სად იქნება კობახიძე. ან სად იქნება ის აღარ სად იქნებიან თქვენ რომ დამისვით კითხვა გვარი აღარ მაჭავარიანს სად იქნებიან ანუ სად იქნებიან აი მე მართლა მინდა მათ კითხვა დაუსვა რიტორიკული არა ძალიან კონკრეტული სად იქნებიან როდესაც ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებაში აღარ იქნება ანუ რას უზავენ იმ მოღალატეობრივ პოლიტიკას რომელსაც მთელი ამ წლების განმავლობაში ახორციელებდნენ და როდესაც საუბრობენ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე სამოქალაქო საზოგადოებაზე ამ რაღაც დაფინანსებებზე დიდი ბოდიში მაგრამ პაპუაშვილი სად მუშაობდა წლების განმავლობაში. ანუ გერმანულ ფონდებში მე მუშაობდი, თუ თქვენ მუშაობდით წლების განმავლობაში. ან თქვა მათი ოჯახის წევრები არ მუშაობენ გერმანიის საელჩოებში, ან სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში. თუ კობახიძე არ მუშაობდა და განათლება არ მიიღო, თქვა სხვა ქვეყანაში, ხო? ანუ გერმანიაში, ან არ მუშაობდა, თქვა სხვადასხვა ჩვენს მეგობარ პარტნიორ ფონდებში და იქიდან ხელფასებს არ იღებდა. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ანუ რა გონორით ლაპარაკობენ, ამ თქვა რაღაცა ტენდერებში გამარჯვებული, რა ვიცი, აქ კიდევ ის გვარის უმავიწყდება. ანუ თუ შენ პოლიტიკაში ხარ და ბიძინა ივანიშვილს ემსახურები, მაშინ გარანტირებული გაქვს კარგად ყოფნა, გარანტირებული გაქვს ის, რომ რა ვიცი, არ ფშიერი ხარ და არ შენ შვილებს არ შეათ და გადასარევად ხარ და მკურნალობ მაგალითად, ხო? მაგრამ თუ არ ხარ ბიძინა ივანიშვილის სამსახურში, მერე სადა ხარ? აი ეს კითხვა მინდა მათ დაუსვა. ამიტომ არასოდეს არ ყოფილა, არასოდეს მე არ ვიცი, მე ხედავ პოლიტიკურ მომავალს
პირველს ამ ქვეყნის დემოკრატიულ დასავლური ევროკავშირის წიაღში, გულში და ნამდვილი მშვიდობით და ნამდვილი კეთილდღეობით. სად იქნებიან ის ადამიანები, ვინც მაგალითად ამ ქვეყნის ისტორიას ესე დადგნენ და ერთი ადამიანის გამო და მიზეზით და ამ ადამიანის სამსახურით ეჭიდავებოდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველოს ისტორიას და ქართულ ხალხს. ეს განსაჯოს ხალხმა სად იქნებიან ეს ადამიანები, იმიტომ რომ როდესაც ლაპარაკობენ საერთაშორისო მართლაც რაღაცა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების მომავალზე. ამ ქვეყნებში იცით რა ხდება, ქალტოლელა, კიდევ მინდა ჩვენს ტელემაყურებელს შევახსენო. ამ ქვეყნებში დემოკრატიული არჩევნები ტარდება. ამ ქვეყნებში ლიდერები ირცვლებიან, რა თქმა უნდა. ამ ქვეყნებში ახლა კორუფცია არ არის. ამ ქვეყნებში ადამიანებს არ იჭერენ ტროტუარზე დგომისთვის. ამ ქვეყნებში პოლიტიკურ ლიდერებს არ ასამართლებენ, იმიტომ რომ ამ ქვეყნის ხელისუფლებები ნამდვილად გრძნობენ, რომ მათ პასუხისმგებლობა აქვს და თუ ძლიერად გრძნობს შენ თავს, რატო სვავ ციხეში ადამიანებს? აი მე მართლა მაინტერესებს, რატო სვავენ ციხეში პოლიტიკურ ოპონენტებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი პასუხისმგებლობით ახსავსეთ და ძლიერები არიან. და საქმე იმაში, რომ არ არიან. ამიტომ თუ თქვენი შეკითხვა არის კონკრეტული და თქვათ, შეიძლება რიტორიკული, სად იქნება პაპუაშვილი, როდესაც ივანიშვილი აღარ იქნება, მე გეტყვით, იქნება იქ, სადაც უნდა ქართულ ხალხს. და ქართულ ხალხს, რომ აღარ უნდა ბიძინა ივანიშვილი თავზე, ესე ვთქვათ, ეჯდეს, ეს ძალიან კარგად არის ყველასთვის უკვე ცნობილი. და ხო, ბევრი გამოწვევებია, ობიექტურიც და სუბიექტურიც, მაგრამ მე ამაში დარწმუნებული ვარ. აი სხვა შორის საჰაერო სისტემებზე, როდესაც ლაპარაკობთ, ამაზე აუცილებლად უნდა ვთქვათ. ანუ აი მოლდოვის მაგალითი მოგიყვანეთ, გამოვიდა იმდენად თავხედები არიან გამოვიდნენ, საუბრობდნენ იმაზე, რომ აი საქართველოს განვითარებულია მშვიდობის, ჩინეთს ლაპარაკობენ, რომ ამდენი ინვესტიცია შემოვიდა და არავითარი ინვესტიცია არ შემოვიდა, არაფერი საერთოდ, არაფერი, აი რაღაცა საპნის ბუშტია ყველაფერი მათი, ხო, ან ტექნოლოგიები შემოუტანიათ ჩინეთიდან. ჩინეთთან უნდა ივაჭრო, რა თქმა უნდა, უზარმაზარი ქვეყანა, მაგრამ რა შემოიტანეს, რა ინტერესები განახორციელეს ქართველი ხალხის სასარგებლოდ? არაფერი, ნული საერთოდ. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, როდესაც თავდაცვის საშუალებებზე ლაპარაკობთ, დინარაძე რო გამოდის და ხალხს რო პროპაგანდისტულად აი ესე პირდაპირ ესე ნაცრას აყრის, რომ ჩვენო დრონების საწინააღმდეგო სისტემა ვიყიდეთო, ხო? ანუ ის კი არა, რომ ინდუსტრია განავითარონ, მართლა ადამიანები მოიწვიონ ტექნოლოგიები, ამხელა გარღვევა ხდება უკრაინის ფრონტზე, ამხელა წინსვლა აქვს უკრაინას, ესეთ რუსეთი ესე სუსტდება, წარმოუდგენელია ეს, რომ ჩვენ ვიღაცას ეთქვა რა წლების განმავლობაში, ხო? არა ბიძინას სასარგებლოდ, იმიტომ რომ ბიძინას რაღაცა აბას თუმანის კლდეში არავინ არ შეაწუხოს, რომ გაჭრილი რო აქვს კლდე, ანუ ხალხზე კი არ ფიქრობს, თავის კლდეშია შეყუჟული, იმისთვის იყიდეს დრონების საწინააღმდეგო რაღაცა არც იყიდეს, მე მგონი, ხო? ამიტომ ყველაფერს აქვს თავისი კალაპოტი. ყველაფერს. მე არ ვამბობ იმას, რომ გამოწვევები არ არსებობს. გამოწვევები ძალიან ბევრია. საქართველოსაც აქვს გამოწვევები, მაგრამ ამ გამოწვევებთან გამკლავება მხოლოდ შესაძლებელია ჩვენს მეგობრებთან ერთად და ნამდვილი ეკონომიკური კეთილდღეობით. კი ბატონო, გასაგებია შიდა პოლიტიკურ პერიპეტიებსაც მინდა გადავალოთ თვალი, მათ შორის კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმე. ამ საქმეზე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსია ბრალდებული, ერთ-ერთი მათგანი თქვენი პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილია, ის პატიმრობაშია, ისე როგორც ვთქვათ, ნიკა მელია, ელენე ხოშტარია, თუმცა აი გარეთ იმყოფება რამდენიმე ბრალდებული პოლიტიკოსი და როგორც ვარაუდობენ, ისინი კარგს არაფერს უნდა ელოდონ, თავად ბრალდებულებით სხვათა შორის ფიქრობენ, რომ მოუწევთ ციხეში შებრუნება. აი ამ ფონზე ბოლო დღეების განმავლობაში განსაკუთრებით გააქტიურდა კითხვა, როგორ უნდა მოიქცნენ ეს ადამიანები, ხომ არ სჯობს არც დაიხურონ ქუდი, ჩასხდნენ თვითმფრინავებსა თუ მანქანებში და აი სანამ დროა, ასე ვთქვათ, გაიცალონ ქვეყანას. თქვენ როგორ უყურებთ მოკლედ შექმნილ ვითარებას? არჩევანი ძალიან მძიმეა, თუმცა პოლიტიკოსებს გიწევთ თუ არა ამ არჩევანის გაკეთება? ეცეთ რა, პირველ რიგში ეს არ არის საბოტაჟის საქმე. ანუ ამ რას დაარქვას ქართული ოცნება, ხო? ანუ შეიძლება ყველაფერი დაარქვას აბსოლუტურად, ჰიბრიდული ომის პირობებში ვართ. და საბოტაჟი, არავითარი საბოტაჟი აქ არ არსებობს, თუ ვინმე უწყობს საბოტაჟს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, ეს არის თვითონ ანტიქართული ოცნება და ანტიეროვნული ძალა. და როგორ შეიძლება რამეზე ვილაპარაკოთ და ვისაუბროთ საერთოდ, თუ შევხედავთ იმ მოწმეების ჩვენებებს და ვისი განცხადებებით არის ეს ადამიანები, თქვა ციხის ღამერთის საქმე აღძრული, ხო რაღაცა ჰაერი, ეს არის პირდაპირ განცხადებულად რუსული ინფილტრირებული აგენტების მიერ შეტანილი განცხადებით, ხო? ეს არის რაღაც შაქარაშვილი, რაღაც კაკაბაძე, ადამიანი, რომელიც წლების განმავლობაში რუსულ ინტერესებზე იყო ძირითადად ფოკუსირებული, რაღაცა კანონიერი ქურდების დამცველი, ჩატაევის დამცველი და ასე შემდეგ. ჩვენ ხوار
დაგვავიწყდა ეს ყველაფერი. ამიტომ არავითარი საბოტაჟის საქმე არ არის, ეს არის რუსული საქმე, ჩვეულებრივად ოპოზიციის წინააღმდეგ და ოპოზიციის განადგურების მცდელობა, ხო? და კიდევ მაქვს ძალიან მარტივ კითხვას ვსვავ. ანუ ამ კითხვებზე, რა თქმა უნდა, პასუხს არ გასცემენ, მაგრამ თუ ძლიერები არიან და თუ მართლა რაღაცნაირად პასუხისმგებლობით ახსავსეები არიან, რაში ჭირდებათ ამ ადამიანების ციხეში შებრუნება და რაში სჭირდებათ ეს ყველაფერი, ხო? ამიტომ ეს არის პირველი ძალიან მარტივი ჩემთვის, რომ ეს არის პირიქით, ანუ როდესაც შენ საბოტაჟს უკეთებ შენ ქვეყანას და შენ ხალხს შენი ქვეყანა და ხალხი არის მეასე ხარისხოვანი და მხოლოდ ივანიშვილს ემსახურები და მხოლოდ რაღაცნაირად აი ამ კოჰორტას უნდა რომ კარგად იყოს და ამ დროს აბრალებს სხვას ძალიან მარტივად. ეხლა მართლაც ნანა კაკაბაძე რო გიჩივის, აქ ყველაფერი გასაგებია უკვე, ხო? ეს ერთი. მეორე, ამიტომ ამ სიტყვებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ეს არ იყოს მართლა რაღაცნაირად ის მათი სახელი სახელდება არ იყოს დაუშვათ აი ამ დევნაზე, დევნის საქმეზე. რაც შეეხება ეხლა ეს თქვათ ზნეობრივ მორალურ თუ რაღაც ადამიანურ კონტექსტს ეხლა ეს ადამიანები არიან ჩემი მეგობრები ძალიან მარტივად და ამ ადამიანების დევნა ეხლა დღეს არ დაწყებულა. ანუ ეს არის წლების განმავლობაში, თქვათ, ბევრი ციხეშია, ელენე ციხეშია და ვიცით მისი მდგომარეობა. ნიკა ციხეშია, მიშა მრავალი წელია უკვე ციხეშია, ჩვენი პარტიის ლიდერებიც არიან ციხეში. ადამიანები, რომლებიც უბრალოდ სიტყვის გამოსხედან, ხო, ანუ ეს ხო მოცემულობაა. ამიტომ ამ ადამიანებზე, როდესაც მე ვსაუბრობ, ხო, ძალიან რთულია რაღაცნაირად თქვათ კონიუნქტურის ნაწილში ვისაუბრო, იმიტომ რომ ამ ადამიანებს ყავთ ოჯახები, ამ ადამიანებმა გამოიარეს ციხე არაფრის გამო, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ რაღაცა წულუკიანის მოღალატეობრივ კომისიაზე არ გამოცხადდნენ, რომელსაც საქართველოს ისტორიის გადაწერა უნდოდა. ამიტომ ასე ვუყურებ მე ამას, ხო? მე არავინ არ მემეტება ციხისთვის, მით უმეტეს არავინ არ მემეტება ბიძინა ივანიშვილის ასე ვთქვათ წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანები, აი გულწრფელად რომ გითხრათ, ამიტომ ძალიან რთულია ეხლა მათ რამე უკარნახო და მათ რამე უთხრა, როდესაც ესე ოჯახებს თუმცა რამდენად უნდა ვივარაუდოთ, რომ ქვეყნის დატოვების გზას შესაძლოა დაადგეს ცალკეული პოლიტიკოსი და აქვე კიდევ ერთ კითხვასაც დაგისვათ ხალხათია სხვა შორის არც ერთ შემთხვევაში რა არჩევანიც არ უნდა მიიღონ და თუმცა ორივეს ნიკასაც და ტორასაც გაცხადებული აქვს ეს არჩევანი, მე რამდენადაც ვიცი და ის ადამიანები სხვები ციხეში არიან და მე ვფიქრობ ასე საკითხის დაყენება მესმის საინტერესოა, მაგრამ მაინც არ მომწონს, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მართლა ისე რაღაც ნანა კაკაბაძის და რუსეთუმეების ჩივილის გამო ციხეში უნდა ჩაჯდეს, ამაზე მარტო ვთქვათ რაღაცა სხვა ოპოზიციონერები არ უნდა ფიქრობდნენ და ის ადამიანები ვინც შეიძლება მათი მომხრე იყოს. ეს ყველას ძალიან სერიოზული პრობლემა და სადგევარია. ამიტომ მე მინდა რომ ისინი იყვნენ თავისუფლები, რა არჩევანიც არ უნდა დადგეს და როგორი არჩევანიც არ უნდა გააკეთონ, თუმცა მე ვიცი მათი არჩევანი. ეს იქნება ჩემთვის ძალიან საპატივცემულო არჩევანი და ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა დაიჭირონ, კიდევ მთავარი ლელა აქ ის არის, რომ რაც ვინმე დაიჭიროს ჩასვას ციხეში, ეხლა რა ვიცი, რამდენი უნდა ჩასვას ციხეში, ხო? ანუ რა შეიძლება ვთქვათ, რომ თუ ვთქვათ, მათ ჩასვავენ ციხეში, რომ ჩვენ არ გავაგრძელებთ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მოქმედებას, თუ ჩვენ საერთაშორისო მეგობრებს აღარ დაუკავშირდებით, თუ ბიძინა ივანიშვილი იქნება რა ვთქვათ, დავიტოვებთ სივრცეებს. არა, ჩვენ ვიქნებით გარეთ, მაგრამ სხვა არჩევანი არ აქვს. ჩვენ სულ გოპატიმრებს, კიდე დარჩებიან ადამიანები გარეთ. სხვა რა არჩევანი გვაქვს? აი, თქვენს კოლეგებს რამოდენიმე სულ ვცდილობ, რომ რაღაცნაირად ძალიან რეალისტურად უყურონ ადამიანებმა მოვლენებს. რა არჩევანი გვაქვს ხალხსა და როდესაც თქვენი კოლეგები მისვავენ შეკითხვას, რომ აი თქვენს რო დაგაპატიმრონ ვიღაცა დააპატიმროთ. მეტი არჩევანი არ არსებობს უბრალოდ. და ეს არჩევანი არის ერთადერთი, რომ ამ ქვეყანაში ის საფრთხე, რომელიც ემუქრება საქართველოს კალტონლელა და ეს საფრთხე არის ძალიან მარტივი დასანახი. პირველ რიგში ის, რომ ივანიშვილი რომელიც არის მხოლოდ საკუთარ თავზე ორიენტირებული და არაფერი არ აინტერესებს კრიმინალური სუბკულტურის გაძლიერებით და ივანიშვილის დინასტიის გაგრძელების, ასე ვთქვათ, საქართველოს სათავეში საფრთხე. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა ქვეყნისთვის, ხო? და ამიტომ ჩვენ მე ესე ვხედავ. მე ვხედავ ქვეყნის მომავლისთვის ამას. მართლა ეგზისტენციალური საფრთხეა და ესე უყურებ. ამიტომ ძალიან მარტივია აქ ახლა ჩემთვის ამ კონტექსტში ამის შეფასება, მაგრამ ასევე ძალიან რთულია, როდესაც ადამიანების თავისუფლებას ეხება ეს ყველაფერი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ არჩევანი ჩვენ სხვა არ გვაქვს გარდა ბრძოლის, გონივრულად, რაღაცა ცივი გონებით და ასევე ძალიან კონკრეტულად მოქმედების
რაც გულისხმობს იმას, რომ კი ერთს დაიჭერს, შეიძლება იყოს ეს კონკრეტული მოქმედების გეგმა, ანუ როგორ უნდა აიძულოთ საერთო ჯამში ქართული ოცნება დაუბრუნდეს იმ გზას, რა გზაზე დაბრუნებისკენაც მას ქვეყნის შიგნით თუ გარეთ პარტნიორები მოუწოდებენ და ამავე კონტექსტში სხვათა შორის მინდა ვისაუბროთ ფორმულაზე შიგნით აქცია, გარეთ სანქცია და ერთ-ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ნიკა გვარამიას აზრით, აი ეს არის სწორედ კრიზისიდან მთავარი გამოსავალი. აი თქვენ როგორ უყურებთ თქვენს პარტიაში შიგნით აქციების და გარეთ სანქციების ხედვას და იმართლაც რა არის გასაკეთებელი ერთი მხრივ ქვეყანაში, საქართველოში და მეორე მხრივ ქვეყნის გარეთ იმისთვის, რომ აი საბოლოო ჯამში რაღაცნაირად დაიწყოს მართლმა პარტიამ უკან იცით რა, მე ძალიან კონკრეტულად უყურებ ისტორიული პერსპექტივით ამ ყველაფერს. ანუ ეს რაღაც ახალი გამოგონება, რაღაცა რეცეპტების და ველოსიპედების რა თქმა უნდა, ვერც მე ვერ მოვახერხებ ამას, ვერც თქვენ და სულ რომ 10 გადაცემა ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა, ამას ვერ დავწერთ, რაც ისტორიულად არაერთხელ მომხდარა და რაც უახლოეს ისტორიაში ჩვენ მქონია ესეთი შემთხვევა. პირველ რიგში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი აქტიურობა და ინიციატივების აღება და ეს ინიციატივები არ გულისხმობს მხოლოდ რაღაცა ძალიან გრანდიოზულ გეგმებს ყოველდღიურად. ეს ინიციატივები გულისხმობს ძალიან მცირე ბრძოლაში გადადგმულ ნაბიჯებს, როგორიც არის ადამიანებთან ორგანული კონტაქტის დამყარება, როგორიც არის ადამიანებთან, ასე ვთქვათ, ინსათქმელის მიტანა, რაც არის აუცილებელი, როგორიც არის ის პატარ-პატარა მცირე აქტიურობები, რომელიც ვთქვათ, შეიძლება ახლა ყოველდღურად ესე არ ჩანს, ვთქვათ, და არ არის ამისი ვთქვათ, რაღაცა ძალიან სერიოზული გაშუქება, არც არის ხშირად ამის აუცილებლობა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი ამას აკეთებს. კი, ორგანული კონტაქტი ადამიანებთან რაღაცა აი ამ ბუნებრივი თუ სუბიექტური თუ ობიექტური პირობების გამო დაიკარგა, რაღაცა არის ჩატეხილობა, ვთქვათ, გზის ჩატეხილობა ადამიანებსა და პოლიტიკურ კლასს შორის, ამიტომ ამ დობის, ამ ნელ-ნელა ამ ორგანული კონტაქტის აღდგენა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე აქტიურობის და ინიციატივის კონტექსტში ყველა ადამიანმა და ყველა პოლიტიკურმა ჯგუფმა, რა თქმა უნდა, თავისი გასაკეთებელი უნდა გააკეთოს. მე თქვენ იცით, რომ ძალიან კონკრეტულად უყურებ ერთიანი კოორდინირებული გზავნილებით, ვთქვათ, ადამიანებთან მუშაობით, ადამიანებთან მისვლით. არა აქვს მნიშვნელობა, ვთქვათ, რა ფორმატით გააკეთებ ამას თუ როგორ გააკეთებ. ასე უყურებ და გაძლიერებით. ძალიან რთულია ამ პირობებში, ხა ეს გაძლიერებაც არ მინდა რომ რიტორიკულად ჩამითვალოთ. ძალიან რთულია ამ პირობებში, როდესაც მართლა ადამიანები ციხეში შედიან და როდესაც მართლა ძალიან მძიმე რეპრესიებია, რამე ორგანულ კონტაქტზე ილაპარაკო, მაგრამ კიდე დაუბრუნდები მთავარ შეკითხვას. ჩვენ მეტი გამოსავალი უბრალოდ არ გვაქვს, ხო? ანუ არსებობს რაღაც, ვთქვათ, პლატფორმები, აი მაგალითად, მთელი ზაფხულის განმავლობაში მე კონკრეტულად ადამიანებთან დავდივარ რაღაც პატარა პროექტებით, რაც გულისხმობს თავისუფლებაზე, მშვიდობაზე საუბარს, სხვადასხვა რეგიონებში, სხვადასხვა არსებობენ კიდე ადამიანები, რომლებიც აკეთებენ ძალიან კარგ საქმეს, პროტესტად განან, საერთაშორისო მეგობრებთან მუშაობენ. ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ შემდეგ ამ ყველაფრის გადაქცევა ენერგიაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. აი რატომ მკითხეთ, იცით, აი ამ ფორმულაზე შიგნით აქცია, გარეთ სანქცია, ირაკლი კობახიძის შეფასებით მაგალითად, ზუსტად ეს მიდგომა და ეს ფორმულა არის ქვეყნის ღალატი. ვნახოთ რა კვალიფიკაციას მისცემენ ამას ნიკა გვარამიას განცხადებას საგამოძიებო უწყებებიო პრემიერმა ერთგვარად, არ ვიცი, შესაბამის უწყებებს გვარამიას განცხადებით დაინტერესებისკენაც კი მოუწოდა. აი როგორ ფიქრობთ, რატომ შეიძლება იყოს აი ეს ფორმულა, ხო, ერთი მხრივ რაღაც განსაკუთრებული შინაარსის მატარებელი არ არის, აქციებს გულისხმობს ქვეყნის შიგნით, ისე როგორც ქვეყნის გარეთ პარტნიორებთან მუშაობას. რატომ არის ქართულ ოცნებასთან ასეთი მტკივნეული? არა, იმიტომ რომ აწუხებს სანქციები, ხო, აწუხებს ბიძინა ივანიშვილმა დახარჯა უამრავი ფული და ეს ამერიკული სანქციები ვერ მოიხსნა. მათ შორის რუსული დეზინფორმაციას ვინც ავრცელებს, კალტონელო იმათაც ძალიან სერიოზული პრობლემა შეექმნა თან სანქციებით და ეს სანქციები გრძელდება სხვა შორის 3 დღის წინ თუ 4 დღის წინ. ბრიტანეთმა კვლავ დაასანქცია ინდივიდუალური პირები ახლა უკვე, ვინც რუსულ დეზინფორმაციას ავრცელებენ, ვთქვათ, ორგანიზაციების გარდა და კომპანიების გარდა ესენი არიან ინდივიდუალური პირები. ხო, ეს პრობლემაა ძალიან სერიოზული. მტკივნეულია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ რუსულ სანქციებში და რუსული გავლენების დეზინფორმაციის ჰიბრიდული ომის რაღაცნაირად გავრცელებაში და გააქტიურებაში, რომ შენ იღებ სერიოზულ როლს, მონაწილეობას და როლი გაქვს სერიოზული, როგორც თან პოზიციონირებ, როგორც საქართველოს ხელისუფლება, ეს არის სერიოზული პრობლემა და სერიოზული თავის ტკივილი მათთვის, რა თქმა უნდა, ხო? ასევე, რა თქმა უნდა, პროტესტიც, ნებისმიერი სახის აქტიურობა, ეს ყველაფერი არის ძალიან სერიოზული
სერიოზული მათთვის თავის ტკივილი. უბრალოდ მე შემიძლია ერთი რამე გითხრათ, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელსაც მათი წინააღმდეგ მიმართული აზრი ახორციელებს ან ადამიანი, ეს ავტოკრატიისთვის არის პრობლემა ქალტოლელო. ამიტომ ესე რომ რაღაცა კონკრეტულად რაღაცა აწუხებთ ყველაფერი ის, რაც მათ უშლით ხელს ფულის კეთებაში, უკანონო ფულის კეთებაში, რა ვიცი, მოსვენებაში, დასვენებაში, რაღაცნაირად ესე განცხრომაში ყოფნაში. ამიტომ ეს ყველაფერი არის ძალიან მარტივი შესაძლებელი. თუ ვინმე ეწევა, კიდევ ვიმეორებ, საბოტაჟს ამ ქვეყნის წინააღმდეგ, თუ ვინმე არის ამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხების წინააღმდეგ, ეს არის ანტიქართული, ანტიეროვნული ძალა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს და ქართველებს ნამდვილად დაგვეკარგა ჩვენი ისტორიული იდენტობა და დაგვეკარგა მშვიდობა და კეთილდღეობა. ამიტომ კი, შეიძლება ეხლა ძალიან მძიმე მომენტია, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ იმ პატარა აქტიურობებით, იმ პატარ-პატარა გამარჯვებებით, რომელსაც ძალიან სერიოზული მნიშვნელობა აქვს, საერთაშორისო მოქმედებები, ჩვენ მეგობრებთან მყარი კონტაქტები ძალიან სერიოზული, ეს ყველაფერი რა თქმა უნდა ნელ-ნელა რაღაცნაირად ვაკუუმს შეავსებს. ეხლა როდესაც ჩვენ უნგრეთზე ვლაპარაკობთ და მაგიერზე ვლაპარაკობთ, მაგიარიც არ მოსულა პოლიტიკური ვაკუუმიდან, ხო არ გაჩენილა, ან რაღაც სატურნიდან ხო არ ჩამოვარდილა, ან მარსიდან ეს ადამიანი. მის წინ იყო ძალიან სერიოზული მუშაობა ჟურნალისტების, კრიტიკული მედიის, სხვადასხვა პოლიტიკოსების, ზოგს გაუმართლა, ზოგს არ გაუმართლა, მაგრამ პოლიტიკური ვაკუუმი არ არსებობდა, არსებობდა პოლიტიკური ბრძოლა ყველა ფრონტზე და ეს უნდა გაგრძელდეს. მე ვისურვებდი, რომ იყოს მეტი კოორდინაცია, მე ვისურვებდი, რომ იყოს გაცილებით უფრო მეტი ვთქვათ, კონტაქტი, გაცილებით უფრო რაღაცნაირად მეტი სინქრონიზაცია, მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ის პატარ-პატარა გამარჯვებები, რომელიც შეიძლება თუნდაც ყოველდღიური იყოს, ანუ ჩვენ ხშირად მოლოდინების შექმნის მოლოდინების რაღაცა ესეთი პრობლემა გვაქვს, ხო, ვთქვათ, პოლიტიკურად, მაგრამ ყოველდღიური ბრძოლები ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი რადგანაც რომელზრობას წარმოადგენთ, არ მინდა გაგიშვათ ისე, რომ ეგრეთ წოდებული რიყის დოქების შესახებაც არ კითხოთ, როგორც იცით, მისი დემონტაჟის გაწყვეტილება მიღებული. ეს პროექტი ხა წინა ხელისუფლების დროს განხორციელდა, თუმცა ქართული ოცნების პირობებში ამ დოქებს ფუნქცია არ მიეცა, შენობა იყო დაკონსერვებული, საბოლოოდ კი როგორც ჩანს დაინგრევა და ამით მისი ისტორია დასრულდება. მარტივად გითხავთ, აი რას ფიქრობდით და რას ფიქრობთ ეგრეთ წოდებულ რიყის დოქებზე და აქვე ვიდრე პასუხის შესაძლებლობას მოგცემთ თამარ ჩერგოლეიშვილის პოზიცია მინდა გავაცნო მაყურებლებს, რომელიც პოსტს წერს სოციალურ ქსელში სწორედ ამ საკითხზე, ყოველთვის სულთანისტური თავგასულობის სიმბოლოდ თვლიდი და მისი დანგრევის ახირებაც იგივე ჟანრიდანაა, მიიჩნევს ოპოზიციური ალიანსის წარმომადგენელი თამარ ჩერგოლეიშვილი. აი მართლაც რამდენად იყო ეს ნაგებობა სააკაშვილის თავგასულობის თუ თვითნებობის სიმბოლო, რაზეც სხვათა შორის მისი მშენებლობის პირველივე დღიდანვე კეთდებოდა შეფასება. ლამაზი, ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტურული შენობა, რატომ არის ვინმეს ახირება, ვინმეს თვითნებობა. ეხლა მე სულთანობის ძალიან ბევრი მაგალითი ვიცი, მაგრამ ეს ხო რაღაცნაირად ამ კონტექსტში რატო არის საინტერესო არ ვიცი. ერთი რამ შემიძლია გითხრათ, ანუ რატო არის გადამტერებული ზოგადად ბიძინა ივანიშვილი ყველაფერი იმ სიმბოლოს, რაც შეიძლება იყოს მართლაც იმ 2003 წლის ვარდების რევოლუციის სიმბოლო. ხო, პირველ რიგში ის, რომ რიყის ტერიტორია უნდოდა მას. ანუ ეს არის ცნობილი ფაქტი. ნებისმიერ ადამიანს შეგიძლია შეეკითხოთ, ვინც მაშინ ხა მე ვიცი რაღაც მილაპარაკია ბევრ ადამიანთან, რომელიც ბიძინა ივანიშვილის პირდაპირ მოთხოვნა იყო, რომ ის რიყის ტერიტორია უნდა გადასცემოდა მას და აეშენებინა იქ სასტუმრო, როგორც ააშენა მე აი ძველ თბილისში, რა ვიცი, რატო არის რიყის დოქები ულამაზესი კონკურს გამარჯვებული და უშუალოდ რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი საინტერესო გეტყვით, საინტერესო, ასე ვთქვათ, რა ვიცი, არქიტექტორის ეს მართლა ძალიან საინტერესო ფუნქცია შეიძლებოდა შეძენოდა, ხო? იმიტომ რომ უბრალოდ ეს გააუქმეს და გააოხრეს იქ ყველაფერი. ამიტომ მას უნდა აეშენებინა ეს პანორამა თბილისი, რომელიც ძველ თბილისში ააშენა. რატო არის პანორამა თბილისი უფრო უკეთესი, მართლა მაინტერესებს, რატო ფულს რო აკეთებს ივანიშვილი? ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მეორე არ დაგვაუწყოს ვის გადასცეს რიყის დოქები. თქვენ გახსოვთ ალბათ, ხო? ანუ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთი ყველაზე გამოხატული მაგალითი ეს იყო.
არჩევნების წინ გარეჯი საქართველოა, პროპაგანდისტული, თითქოს ვინმე ეწინააღმდეგებოდა ამას, პროპაგანდისტული ისტორიის ასე ვთქვათ გადაწერის მცდელობა, როდესაც პროპაგანდისტულად იმისთვის, რომ ივანიშვილს ძალაუფლება მოეხვეჭა, ორი ხანდაზმული ადამიანი დააპატიმრეს ამისთვის და რა ვიცი, მთელი თვეები ამაზე ლაპარაკობდნენ, ხო, რომ რაღაცა ხიდაშელი, პრორუსი, FSB-ს ინფილტრირებული აგენტი რაღაცა რუკები ჩამოიტანა, რომელზეც ყველამ ძალიან კარგად იცის, რა ვიცი, წინა ისტორია. მე რა მოხდა? მე გადასცეს ეს რიყის დოქები ამ კაცს, ეს დასჭირდათ რაღაცნაირად იმისთვის, რომ ვთქვათ, ამ ადამიანისთვის რაღაც გასამჯელო გადაეხადათ. მე აღმოჩნდა, რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, არავინ აღარ ჩადებდა ინვესტიციებს, რომ თავიდანვე გადასმული ქონდა ხაზი ამ ყველაფერს. ამიტომ თუ შენ აშენებ რაღაცას და ხდება ქვეყანაში, რატო ანგრევ, რატომ არ არიჭებ მას იმ ფუნქციას, რომელიც შეიძლება მიენიჭოს მართლა მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, როგორ ვთქვა, საზოგადოებრივი კეთილდღეობისთვის. ან მაგალითად, რა ვიცი, ხავტონლევა, აი დადიანის ქუჩაზე ვაგონშემკეთებელი უზარმაზარი ქარხნის ტერიტორია იყო, რომელიც ისტორიულია მათ შორის, ხო? ანუ პირველი ჯავშანმატარებელი, პირველი რესპუბლიკის დროს, როდესაც დადიოდა ესე მართლა და იბრძოდა და ვლადიმერ გოგუაძე მეთაურობდა ამ ჯავშანმატარებელს, აი ეს ადგილი გაყიდეს უბრალოდ, ეხლა არქი ზის იქ და აშენებს უზარმაზარ კორპუსებს, რა ვიცი, მე ხა რაღაცა 1000-ობით კვადრატია. ლისის ტბაზე ამობრძანდით, რა ვიცი, როდესაც რეკრეაციული ზონა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, 100 მეტრში შენდება უზარმაზარი შენობები. ამიტომ, როდესაც შენ ქალაქი გადააქციე დეველოპერული სივრცის შენი საკუთარი ფულის გასაკეთებლად, ხო? და ანგრევ ყველაფერს, ანუ ბეტონის ციხეში რო ჩაგსვას, რა ვიცი, ეს გრევა არ არის და არაშენებ იმას, რაც არის აუცილებელი ადამიანის განვითარებისთვის, ნამდვილი სოციალური მშვიდობისთვის, მაშინ რა თქმა უნდა, ეს არის მხოლოდ ერთი სახელი პოლიტიკური შურისძიება. ამიტომ ეს საკითხი, რაც არის რუიყის დოქებთან რაც ხდება, სხვა შორის არქიტექტორმა გააკეთა განცხადება, რომ 60 წელია ჩვენ ვაკეთებთ, ვაშენებთ და ესეთი მაგალითი არ ქონია და ესეთი თქვათ ფაქტი არ ყოფილა. ამიტომ მართლა სირცხველი არის იუსტიციის სახლთან როდის გაიარეთ ბოლოს, მინდა კითხოთ სახურავი თუ ნახეთ როგორ ადგეშია. წარმოუდგენელია. ამასაც დანგრევა სჭირდება, რომ სახურავი გადმოწმინდონ და მართლა რაღაცნაირად ეს მნიშვნელოვანი ადგილი ამდენი ტურისტია თბილისში გაასუფთავონ, ამასაც სჭირდება სახურავი. თუ იმას სჭირდება სახურავი, რომ ელემენტარულად შადრევანში დენი არ უნდა გადიოდეს და ამასაც სჭირდება. ანუ ბევრია ისეთი საკითხი, რაზეც რა ვიცი, პასუხისმგებლობას უნდა იღებდეს ძალაუფლება. ქართოხატია, დაგემშვიდობებით, რიყის დოქების ავტორი იტალიელი არქიტექტორების განცხადებას გავაცნობ ბოლოს მაყურებლებს. სტუდია არაერთხელ გამოსულა მთავრობასთან მუშაობის წინადადებით, თუმცა შეთავაზებები უპასუხოდ დარჩა. საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტურული ნიმუშების დაკარგვა კულტურულად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნებაო, ასეთია ეგრეთ წოდებული რიყის დოქების არქიტექტორების პოზიცია. ხატია დეკანოიძე პასუხობდა ჩვენს კითხვებს, მას კიდევ ერთხელ ვემშვიდობებით. ახლა კი აქტუალურ საკითხებზე გახარიას პარტიის პოზიციებს მოვისმენთ. შემოგვერთება დეპუტატი სოფიო ხორგუანი, რომელთანაც ასევე განვაგრძობთ არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებას, რაში სჭირდება ქართულ ოცნებას ამდენი ოპონენტი ციხეში და რა საფუძველი აქვს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკოსების ვისოსებში ჩასმას მალე დასავლეთთან ვაჭრობის დაწყება მოხდება, რა შეიძლება გამოივაჭროს, ასე ვთქვათ, ქართულმა ოცნებამ და მეორე მხრივ რამდენად გაყვებიან მას ამერიკა და ევროპა პოლიტიკურ ვაჭრობაში. მაშასე მიმდინარე პროცესების შეფასებას ვაგრძელებთ პარტია გახარია საქართველოსთვის წევრ დეპუტატთა, როგორც გითხარით, გვერდება სოფიო ხორგუანი. გამარჯობა ქართო სოფიო და მადლობა რომ მომწვიეთ. ქართო სოფიო, სასაუბრო როგორც ყოველთვის ბევრია, თუმცა აი დღეს მინდა რომ დავიწყოთ იმ სისხლის სამართლის საქმეებით, რომლებიც სწორედ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ აღძრული, მით უფრო როგორც ამბობენ, მაგალითად ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე რამდენიმე კვირაში უკვე უნდა დადგეს განაჩენი. აი დღესაც სასამართლოში იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მოგეხსენებათ რომ 8 პოლიტიკურ ლიდერს სწორედ აი ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე დახურულ რეჟიმში დაჩქარებულად ასამართლებენ. ეხლა თავად ბრალდებული პოლიტიკოსები, ისე როგორც მათი ადვოკატები, განაჩენის გამოტანას მაქსიმუმ აგვისტოს ბოლომდე ელოდებიან და ელოდებიან იმას, რომ უკან
ციხეში შეაბრუნებენ. გითხარით თქვენი მოლოდინების შესახებ, როგორ ფიქრობთ, დაიჭერენ თუ არა ოპოზიციონერ ლიდერებს და ასეთ შემთხვევაში რა იცვლება ქართულ პოლიტიკაში? ანუ რამდენად გამწვავდება კიდევ უფრო მდგომარეობა არა მხოლოდ ოპოზიციურ ფლანგზე, არამედ მთლიანად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. იცით, როდესაც 37 წლის რეპრესიების დროს ძალიან ბევრი ადამიანი, მილიონობით ადამიანი გახდა რეპრესიის მსხვერპლი, მე იყო ესეთი კითხვა. გასაგებია, რომ ეს მილიონობით ადამიანი რეპრესიის მსხვერპლი გახდა, მაგრამ აი ეს მილიონობით დანოსი ვინ დაწერა? ეს კითხვა იყო ძალიან საინტერესო და რეალურად ის რომ ჩვენ ავტოკრატულ რეჟიმთან გვაქვს საქმე, ამას საუბრობთ, ვაღიარებთ, ფაქტებით ვადასტურებთ და ესეც შენგან განსხვავებულად მოფიქრალი ადამიანების, შენგან განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის მქონე ადამიანების ციხეში გამწესება რომ გინდა, ეს ჩვეულებრივი ქმედება ავტოკრატული რეჟიმის, მაგრამ გაცილებით მძიმე განაჩენია ეს, რასაც ჩვენ ახლა ვუყურებთ იმ ადამიანებისთვის, ვინც იარაღი არის, ვინც ვისი მეშვეობითაც ავტოკრატია ამას ჩადის. ვისი მეშვეობითაც რეჟიმი იმტკიცებს თავის ძალაუფლებას, ვისი მეშვეობითაც რეჟიმი მოქმედებს. აი ეს ადამიანები არიან, რომლებიც თავის დროზე თავს ესე ვთქვათ იწონებდნენ იმით, რომ უფლებადამცველები იყვნენ, ბევრი მათგანი ასე პოზიციონირებდა. ეს ადამიანები საკუთარ განაჩენს აწერენ ხელს რეალურად საქართველოს ისტორიის წინაშე, როდესაც მონაწილეობენ აი პირდაპირ ამ რეპრესიის განხორციელების პროცესში. ეს იმ ადამიანებზე მაქვს საუბარი, ვინც სწორედ ვისი განცხადების საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. ეს ის ხალხია, ვისი განცხადების საფუძველზე სხვათა შორის დაიწყო გამოძიება ჩორჩანას საქმეზეც. ეს არიან საქართველოს მტრები და ყველაზე საინტერესო სწორედ ეს არის, რომ ოცნება ამ ადამიანების მეშვეობით აკეთებს ამას და ხვალ როცა ვითარება შეიცვლება თავის გადარჩენის მიზნით ოცნება ამ ადამიანებს პირველ რიგში თავად გასცირავს. აი ამ ადამიანებს შემსრულებლებს ყოველთვის ყველაზე ასე ვთქვათ დაჩაგრულები მერე ხოლმე ის ადამიანები გამოდიან, ვინც აი ასეთ ბინძურ საქმეებზე აწერს ხელს რეალურად. რაში სჭირდება ქართულ ოცნებას ამდენი ოპონენტი ციხეში? აი თავად ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მათ აუცილებლად დაიჭერენ და აი შემდეგ უკვე ამით დასავლეთთან ივაჭრებენ. აი თუ საკითხს ამ რაკურსით შევხედავთ, რას დავინახავთ? აი კონკრეტულად რა შეიძლება იყოს დასავლეთის მხრიდან ვაჭრობის საგანი და მეორე მხრივ რას გამოივაჭრებს თვითონ ეს ვაჭრობაზე ცალკე გიპასუხებ, ჯერ გეტყვით რა მიზანი აქვს ავტოკრატიას. თავარი მიზანი აქ არის აი კონკრეტული, რასაც მოქალაქეები, ადამიანები მეუბნებიან. აი ქალბატონო სოფო, თქვენ დეპუტატი ხარ და თქვენზე თავდასხმა განახორციელეს პარლამენტში. აი ნახეთ, პოლიტიკოსები არიან, ყველა იცნობს და იმათ ასე დაჭერას უპირებენ. მე რო ხმა მოვიღო, მეც ხომ დამიჭერენ. ეს არის მცდელობა იმისა, რომ დააშინონ მოქალაქეები, ხმა მოიღონ. იმიტომ რომ ეს არის ის ხელისუფლება, რომელიც ვერ აგვარებს ვერცერთ საკითხს, ვერცერთ პრობლემას, რომლის წინაშეც საქართველოში მოქალაქეები ყოველდღიურად დგანან. სოციალური საკითხები იქნება ეს, ჯანდაცვა, განათლება, აი ელემენტარული უსაფრთხოება, აი რასაც ახლა ვუყურებთ, ლამის ყოველდღე ადამიანები რა თუ უნდა ომი აგერ გზაში გვეღუპებიან, უმძიმესი ვითარება გვაქვს ნარკოტიკების გავრცელების მიმართულებით ახალგაზრდებში უამრავი პრობლემა შემიძლია ჩამოვთვალო და ეს არის კონკრეტული ფაქტები. და ამას რომ ვერ აგვარებს ეს ხელისუფლება, მას ჭირდება რომ ხალხი ამაზე არ ლაპარაკობდეს. და ყველაზე კარგი დაშინების შესაძლებლობა არის ის, რომ ის, ვინც ხმამაღლა საუბრობს ამაზე, ვინც ოპონირებას გიწევს, ისინი დასაჯო, რომ სხვები გაჩუმდნენ. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა, ეს ამათი ნოუ-ჰაუ და მოგონილი ამბავი არ არის. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ავტოკრატულ რეჟიმზე, ერთი და იგივე მანერა, ერთი და იგივე სტილი ახასიათებთ, მაგრამ ასევე მინდა ვუთხრა მათ, ვინც ამ რეჟიმს წარმოადგენს, ესეც ჩვეული ამბავია, ავტოკრატია აუცილებლად სრულდება და იმათ უნდა მინდა ვუთხრა, ვინც ინსტრუმენტებად იქცნენ ავტოკრატიის ხელში, ისინი იქნებიან პირველნი,
ვისაც გაწირავს ავტოკრატია, ვისაც შეიწმენს ხელს და ვისაც შეაწმენს ფეხებს. აი ეს ხალხი იქნებიან და ეს იქნება მხოლოდ მათი დამსახურება და მხოლოდ მათი ბრალეულობა, რომ ასეთ ვითარებაში აღმოჩნდებიან. დიახ, ეს არის ჩვეული, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება ავტოკრატიის რეჟიმის პირობებში და ასე დროს ძალიან საინტერესოა მე როდესაც ამბობენ რომ აი რა უნდა ჩვენგან დასავლეთს აი რა უნდა ჩვენგან დასავლეთს შენ როცა ამბობ რომ შენგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი აუცილებლად აგენტია შენგან განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანი რომელიც გეუბნება რომ ის რასაც შენ აკეთებ ის რაც შენს მართლობაშია ეს არის კორუფცია და ყველაფერი რასაც შენ აკეთებ არის ამ კორუფციის წახალისება და კორუფცია არის სამშობლოს ღალატი მე მიბრუნებს იმას რომ მე ვარ აგენტი ეს არის სწორედ ის რაც აბსოლუტურად განსხვავდება და როგორ ვთქვა რადიკალურად საწინააღმდეგო მხარეს არის თუ ლაპარაკობ დემოკრატიის განვითარებაზე ან დემოკრატიაზე რომელიც ჩვენ გვინდა. აბა საიდან რაზე დაყრდნობით საუბრობთ რომ დემოკრატიის უკუსვა გაქვს. შენ თუ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო შეიძლება აგენტად შეგრაცხონ. აბა მეტი რა არის უკუსვა? აბა რა არის დემოკრატია? მე რომელმაც პირდაპირ უნდა შევასრულო ხალხის დავალება, წარმომადგენლის ფუნქცია. მე რომელმაც პირდაპირ უნდა ვალდებულება მაქვს, რომ შევასრულო ეს დაკვეთა და ვიყო ხალხის წარმომადგენელი, ვილაპარაკო იმაზე, რაც სჭირდება, რაც აწუხებს ხალხს, მე უნდა გამომაცხადოს აგენტად. და მაშინ მითხარით, სად არის დემოკრატია, სად არის ხალხის მართლობა? ჯამში ქავთოსოფიო აი ამ ოპოზიციონერი, ასე ვთქვათ, პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწყებულ დავასთან, სამშობლოს დავასთან დაკავშირებული საკითხი რომ ამოვწუროთ. რაღაცნაირად ასე დადგა ეს საკითხი, მათ შორის ანალიტიკოსების მხრიდან, ციხე თუ გაქცევა, აი თითქოს ეს მხოლოდ ამ ორ გზას ხედავენ, ოშოთხში რიგი ანალიტიკოსი ამ ორ გზას ხედავს ბრალდებულ პოლიტიკოსებთან მიმართებაში. აი თქვენი აზრით რა უფრო ეფექტური იქნება ოპოზიციის წარმომადგენლებისას, ვთქვათ, ციხეში შესვლა თუ გზების მოძებნა იმისთვის, რომ რამენაირად ქვეყნიდან გამოვიყენებ, მოდით ამ სიტყვას, გაიქცნენ და აი პოლიტიკური ბრძოლა უკვე გარედან გაგრძელდეს და გააგრძელოს. იცით რა, მე ვერ ვურჩევ ამ გადაწყვეტილებას თვითონ იღებენ ისინი. ჩვენი პოლიტიკური ძალის მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ცნობილია. ჩვენ არ მივეცით მათ შესაძლებლობა ჩვენი პარტიის ლიდერმა ეს გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც არ იყო იოლი გადაწყვეტილება. თუმცა გიორგი გახარიას გადაწყვეტილებას მოხდა იარლიყი, რომ ის ქვეყნიდან გაიქცა და რეალურად ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული პოლიტიკიდანაც წასული არ ვიცი. ეს კითხვა კიდე ცალკე ჩდება, როგორ უნდა გააკეთოს სხვა ქვეყნიდან, სხვა ქვეყანაში პოლიტიკა. შეგვიძლია ვთქვათ, მოდით ქართულ პოლიტიკაში აქტიურად არის ჩართული გერმანიიდან. თითქოს ეს არის გრძნობა და არ ჩანს. მოდით ჯერ იმ თემას ამოვწურავ, გაქცევა თუ არ გაქცევა. ის მე მესმის, ძალიან კარგად მესმის, რომ რეჟიმს ძალიან ნერვებს უშლის ის ამბავი, რომ ვერ მოახერხეს გიორგი გახარიას დაკავება და რაღაცა ეს სომხეთის საზღვართან თუ სად იყო რომ აღმოაჩინეს ის რომელიღაცა, ანუ ამ სპეცოპერაციის ჩატარება მე ძალიან კარგად მესმის, რომ არ გამოუვიდათ ის რაც მათ გეგმაში ჰქონდათ. დღეს რეალურად ჩვენ პრაგმატულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რომელიც რა თქმა უნდა ემოციურად მძიმე გადაწყვეტილება შენი ქვეყნიდან შორს იყო და ვიღაცები მართლა მხდალი, მართლა ქვეყნის მოღალატეს და გაქცეულს გეძახდნენ, ეს არ არის იოლი გადაწყვეტილება, მაგრამ ამას სჭირდება სწორედ გამბედაობა. პრაგმატულ მოქმედებას სჭირდება სწორედ გამბედაობა. აი იმ რაღაცა შენს პირად ემოციებზე მაღლა დადგომა სჭირდება სწორედ გამბედაობა და მე ამას ვუფასებ ჩვენ ლიდერს, იმიტომ რომ ის რომელიც დღეს ეხლა არის დასავლეთში, გეტყვით რას აკეთებს, მოდით რა შეუძლია გააკეთოს საქართველოს ხალხისთვის და მოდით ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე, ის ყველა თავის შესაძლებლობას იყენებს იმისთვის, რომ დაარწმუნოს ის ადამიანები, ვინც ევროპაში გადაწყვეტილებას იღებს, რომ არ მიატოვონ საქართველოს ხალხი, რომ ჩვენ არ შეგვიწყდეს სავიზო რეჟიმი. ანუ ჩვენ უბრალოდ არ ამოქმედდეს სავიზო რეჟიმი, რომელიც ახლა თავისუფალი გვაქვს. ის სტატუსი, რომელიც მივიღეთ, შევინარჩუნოთ. გიორგი გახარია იქ სადაც არის, იქაც აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს საქართველოს პოლიტიკოსი, რასაც თვითონ ოცნება უნდა აკეთებდეს, როდესაც ოცნება ყველა ჩვენ პარტნიორთან ურთიერთობას აფუჭებს, ჩვენ ვცდილობთ, გიორგი გახარია ცდილობს როგორმე ის ინტერესი
ის კეთილი მოლოდინი, ის კარგი დამოკიდებულება, კარგი გამოცდილება, რაც ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან ურთიერთობაში ჰქონდა, შევინარჩუნოთ. რამდენიც არ უნდა დაგვაბრალონ და რაც არ უნდა დაგვაბრალონ. რაც შეეხება მონაწილეობს თუ არა პირდაპირ ქართულ პოლიტიკაში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რასაც გარეთ ვაკეთებ და მე რო ახლა თქვენ თავზე ვარ, მე ვარ წარმოადგენ პარტიას, რომელსაც ქვია გახარია საქართველოსთვის. ჩვენ ვართ საპარლამენტო ოპოზიცია, პარლამენტში ვარ როგორც გახარია საქართველოსთვის პარტიის დეპუტატი. შესაბამისად, კიდევ ერთხელ აი მხოლოდ სახელი ხომ არ დარჩა გახარიასი. ხო, სწორედ ამას გეუბნებით. კარგით, მოდით კიდევ ერთხელ განვმარტავ საზოგადოებისთვის და მადლობა რომ აძლევთ ამის შესაძლებლობას. გიორგი გახარია გერმანიაში, ევროპაში თავისი ყოფნის შესაძლებლობას, მოცემულობას, რომელიც შეიქმნა, იყენებს იმისთვის, რომ იქაც საქართველოს ხალხის ინტერესები დაიცვას. გააკეთოს ის, რასაც ხელისუფლება არ აკეთებს. ილაპარაკოს იმ პრობლემებზე, რომელიც გვაქვს. როდის მოისმინეთ ბოლოს დეოკუპაციაზე საუბარი ხელისუფლებისგან. გიორგი გახარია ზუსტად იქ საუბრობს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთი ამ ანექსიის პროცესს კიდევ უფრო აგრძელებს. იცით, აი ბოლო მაგალითად დღეს უფადან მოხდა დაჯდა თვითმფრინავი სოხუმში. 18 რიცხვიდან უკვე ჩელიაბინსკიდან იხსნება რეისი სოხუმში რომ დაჯდება თვითმფრინავი კვირაში ორჯერ. აი ასეთ პროცესებში ვარ. ჩინოვნიკები ყოველდღე ჩადიან, მე მგონი ახლა ბოლოს ის იყო ეგრეთ წოდებული ომბუდსმენი რუსეთის ჩასული ეგრეთ ცხინვალში. ამას ვხედავთ, ეს ხდება და ამაზე არ საუბრობენ ესენი, ვერც ბედა ვეხმის ამოღებას. ამას აკეთებს იქ. რაც შეეხება კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენი პარტიის გადაწყვეტილებები, რომელსაც ჩვენ ვაჟღერებთ, ეხლა კიდე მაგალითად კონკრეტული კანონპროექტები მაქვს გამზადებული და გეტყვით კორუფციასთან დაკავშირებით უამრავი ინიციატივა გვაქვს და ეს ყველაფერი კონკრეტულ სოციალურ დაცვასთან დაკავშირებით ამ ყველაფერს ერთად ვამუშავებთ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გიორგი გახარიას პირდაპირ ჩართულობით ხდება. კეთილი ოკუპაცია, რადგან ახსენეთ და ახსენეთ რუსეთიდან მომდინარე საფრთხები, დღეს მორიგი განცხადება მოვისმინეთ მოსკოვში საქართველოსა და საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების შესახებ და ვისარგებლებ შემთხვევით და ერთ კითხვას ამაზეც დაგისვავთ. საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ხელში გაჩხერილი ძვალი გახდა, თანამედროვე საქართველოს თვალსაჩინო მაგალითია უპრეცედენტო ჩარევის იმ სახელმწიფო საქმეებში, რომელიც სუვერენიტეტის ყველა ნიშანს ფლობსო. ამჯერად მარია ზახაროვას განცხადება მოვისმინეთ რუსეთის აი მარტივად გითხრათ, როგორ უნდა შეფასდეს მოკლედ ის, რომ აი დღევანდელი საქართველო მოსკოვისთვის კარგი მაგალითია იმისა, როგორ უნდა იცავდეს ქვეყანა საკუთარ სუვერენიტეტს და მეორე მხრივ რით უნდა აიხსნას ის, რომ ქართული ოცნების პოზიციონირებას, აი მოსკოვშიც სუვერენიტეტის დაცვის პოლიტიკას არ ქმევენ, ისე როგორც ამას არ ქმევს თვითონ. სწორი პარალელია, ძალიან სწორი პარალელია თქვენი მხრიდან. რეალურად რაც შეეხება თვითონ ზახაროვას განცხადებას, რომ რაღაცა დამოუკიდებლობაში თუ საქმიანობაში ერევიან, თუ ვინმე ერევა და ჩაერია საქართველოს სუვერენიტეტში, ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ეს არის ფაქტი. აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ და თითოეული ქართველის მიერ დანახული შეფასებული და ძალიან ბევრის მიერ საკუთარ ტყავზე გადატანილი. დიახ, რუსეთი არის ოკუპანტი და თუ ვინმე არის ჩართული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებაში, ეს არის რუსეთი და ეს არის მოცემულობა და ფაქტი. რაც შეეხება იმას, სამარცხვინო რამეს, რომ ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლების განცხადებები მოწონებას იმსახურებს ზახაროვასნაირი პერსონების ასე მხრიდან ეს არც გასაკვირია, იმიტომ რომ შენ როდესაც ავტოკრატიის გზაზე დგები, ავტოკრატული რეჟიმების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, მოგიწონებენ იმას, რასაც შენ აკეთებ როგორც ავტოკრატი. ის, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლება ქართულს ვეღარ უნდა არც ქვიათ მაგათ ქართული ოცნების ხელისუფლება აკეთებს, რა თქმა უნდა, მოწონებას დაიმსახურებს რუსეთის ფედერაციაში და სხვა ავტოკრატულ ხელისუფლებებში. ამაში გასაკვირი არც არაფერი არ არის რეალურად. სამწუხაროდ ასეთი რამეა. რაც შეეხება თვითონ დასავლეთის შეფასებაც, ეს რომ ირაკლი გობახიძის და მისი დამქაშების განცხადებები სულ უფრო ხშირად და თითქმის პირდაპირ ბუკვალურად ემთხვევა რუსეთის დუმის, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების განცხადებებს. ის გადაწყვეტილებები, საკანონმდებლო აქტები, ის ესე ვთქვათ, რეპრესიული მანქანები, რომელსაც რუსეთი სულ უფრო მეტად მიმართავს, ვხედავთ აგერ ჩვენს ტყავზე ვხედავთ როგორ ითვისებს ამას ოცნების ხელისუფლება. და ამიტომ ძალიან ბევრი პარალელი შეიძლება გავავლოთ
მათ ქმედებასა და რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლების ქმედებებს შორის. მაგრამ ესეც არის სწორედ ავტოკრატული, იქ უფრო მეტი აქ ტირანია რეალურად, მაგრამ ეს გზა არის, რომელიც საბოლოო ჯამში ტირანიამდე მიდის და იქამდე არ უნდა მიუშვათ ეს და ამის უფლება არ უნდა მივცეთ. ეხლა თქვენ რომ ამბობთ, როგორ შეიძლება ჩვენ დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, რა თქმა უნდა, იზოლაცია ეს არ არის გამოსავალი. და როდესაც ძალიან ბევრს საუბრობდა ოცნების ხელისუფლება თუ მოგისმენიათ ხშირად, რომ აი პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ შევძლებთ დეოკუპაციას თუ რაღაცა პრაგმატული პოლიტიკა და აი ბოდიში უნდა მოუხადოთ ოკუპანტ ლამის, ეს ყველაფერი, მაგრამ შედეგები რა გვაქვს? შედეგები რა გვაქვს? ვიღაცამ შეიძლება დაიჯერა სადღაც, ვისაც უთხრეს, რომ აი ხა ჩვენ იმიტომ ვარ ჩუმად და აი ხა რუსეთთან მეგობრობთ, იმიტომ რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო დავიბრუნოთო. და რას ხედავთ რეალურად? რას ხედავთ? ხედავთ იმას, რომ რუსეთი გადავიდა ანექსიის ახალ ეტაპზე და სულ უფრო მკვეთრ მოძრაობას აკეთებს. ეხლა რაღაცა სოხუმის ეგრეთ წოდებული საკრებულოს წარმომადგენლები მიდიან მოსკოვის საკრებულოში სტყურად, მე ისინი ჩავლენ. ანუ ეს ყველაფერი არის იმის დადასტურება, რომ მათი ეგრეთ წოდებული პრაგმატული და სინამდვილეში მხდალი მოღალატეობრივი პოლიტიკა რეალურად არ მუშაობს. მადლობა თქვენ. სტუმრობისთვის, თქვენი პოზიციების გაზიარებისთვის. დღეს ამით დაგემშვიდობებით. სოფიო ხორგუანი, პარტია გახარია საქართველოსთვის წევრი დეპუტატი იყო ჩვენი სტუმარი. ახლა რეკლამის შემდეგ გაცემის ბოლო ნაწილით და ბოლო ნაწილით დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში და შემოგვერთება გიორგი რუხაძე, ასე რომ დაგვაოდეთ. მაშასე რეკლამა დასრულებულია, თავისუფალი სტუდია კიდევ ერთი სტუმრით ბრუნდება პირდაპირ ეთერში. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კი ამჯერად სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის გიორგი რუხაძის შეფასებებს მოვისმენთ. გამარჯობა ბატონ გიორგი და მადლობა რომ შემოგვერთით. მოგესალმებით ტელემოყურებელს, მივესალმებით. ბატონ გიორგი, გაცემის დასრულების ნაწილში ცოტა დრო უკრაინას მინდა დაუთმოთ, უფრო რომ იქ მიმდინარე სამთავრობო ცვლილებებით იქცევს ყურადღებას, თუმცა ეს ინტერვიუს ბოლოს იქამდე კი საქართველო და იმოდით დავიწყოთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკის შეფასებით, რომელიც ისევ და ისევ წავე კრიტიკის. რამდენიმე დღის წინ საქართველოს საგარეო მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა განცხადება, რომ დღეს უნიპოლარული მსოფლიოს დრო დამთავრდა და საქმე მულტიპოლარულ მსოფლიოსთან გვაქვს. ბოჭორიშვილის განცხადებით, თუ კი მსოფლიო მულტიპოლარულია, დიპლომატიაც მულტივექტორული უნდა იყოს და ამას გეოპოლიტიკური მოცემულობა ბუნებრივად მოითხოვს. აი გითხარით, როგორია დღეს ქართული დიპლომატია და რამდენად შესაძლოა მას მულტივექტორული დიპლომატია ეწოდოს? ხო, საიდან დავიწყოთ, რა ქვია? ალბათ საგარეო პოლიტიკას გულისხმობდა ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი, იმიტომ რომ ეხლა დიპლომატია ცალკე აღებული ვერც ასეთი იქნება და ვერც ისეთი იქნება. ანუ საგარეო პოლიტიკური ხაზი როგორიც არის, იმას უნდა ემსახურებოდეს დიპლომატია. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას და საგარეო პოლიტიკურ ხაზს, სამწუხაროდ დღეს საქართველოს საერთოდ არ აქვს ასეთი ხაზი, არც მულტიპოლარული, არც პროდასავლური, არც საერთოდ არ არის ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, საქართველოს დღეს არის უბრალოდ გაშეშებულ მდგომარეობაში. ძირითადი პრობლემა არის რეჟიმი და რეჟიმის სახე საქართველოში. საქართველოს არ ყავს ლეგიტიმური ხელისუფლება. ივანიშვილის რეჟიმი არის ჩვეულებრივი, დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა ხელისუფლება, რომელიც არ ღვევს კონსტიტუციას და შესაბამისად ამ ტიპის ხელისუფლებას ვერ ექნება ვერანაირი საგარეო პოლიტიკა. ეს არის 2x2 4. რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ რეალურად, ეს არის რაღაცა ტიპის ესე იგი აღიარების მოპოვების მცდელობა ქართული ოცნების მხრიდან და ნებისმიერ ნაბიჯს გადადგავენ, აი ხა სიტყვაზე ქალბატონი მაკა ადგა და წავიდა რაღაც ამერიკის შეერთებულ შტატებში რაღაც კონფერენციაა, ხო? ხვალ და დაუძახებენ რაღაც საუდის არაბეთში ადგება და იქ წავა და იქ რაღაცას დაესწრება. აგერ ანკარაში იყო ამ ბოლო დროს არასამთავრობო ორგანიზაციების რაღაც შეხვედრა იყო მომიჯნავე სასტუმროში, სადაც ნატოს სამიტი ტარდებოდა. ახლა იქ წავიდა. ხო, ასე რომ ამას არაფერი ლოგიკა არ ახლავს თან. ეს არის უბრალოდ თვითგადარჩენის მცდელობა და სამწუხაროდ იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ვექტორი, ანტიდასავლურია სინამდვილეში განწყობა ივანიშვილის რეჟიმის,
ჩვენ ანუ ამის გამო ზარალობს საქართველოს როგორც სახელმწიფო, იმიტომ რომ ის გადმოვარდნილია იმ ლიანდაგიდან, რომელზეც წესით და რიგით უნდა იდგეს და წესით და რიგით საქართველოს დღეს უნდა იყოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ბრიუსელში, როდესაც ამ ქვეყნებმა გახსნეს მოლაპარაკებები ევროკავშირის გაწევრიანების მოლაპარაკებებში მეექვსე კლასტერი. ანუ აი უნდა იყოს. ბატონო, ხო, კი ბატონო. ხო, ასე რომ ეხლა ჩვენ ძალიან შორსა ვართ აქედან. ჩიხში, თუმცა აი ხვალ როგორ შეიძლება პირობითად ხვალ გაგრძელდეს ეს ურთიერთობები და აი ამ ჭრილშიც მინდა ერთი კითხვის დასმა არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებისას, მაგალითად ვისმენთ მოსაზრებას, რომ აი შექმნილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ქართული ოცნების სურვილია დასავლეთს შესთავაზოს საქართველოს და ივაჭროს ასე ვთქვათ, საქართველოთი როგორც გეოგრაფიული უპირატესობის მქონე ქვეყნით, რომლის გარეშეც ვთქვათ, სხვილი რეგიონული პროექტების განხორციელება არის შეუძლებელი. აი რა თქვენი დაკვირვებით, პირადად თქვენი შეფასებით, რამდენად შეიძლება ეს იყოს ასე და თუ კი ეს ასეა, თქვენი აზრითაც, მაშინ რამდენად იმუშავებს ქართული ოცნების ეს სტრატეგია, ანუ აი რას უნდა ველოდოთ, საბოლოოდ რა უფრო უპირატესი იქნება დასავლეთისთვის, გეოპოლიტიკური ინტერესები თუ იგივე დემოკრატიული ნორმები. ჩვენს ქვეყანაში. ხო, დავიწყოთ იქიდან, ხო, აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ ივანიშვილი ამას ცდილობს, კი. ივანიშვილი ამბობს, რომ საქართველოს შეხედეთ როგორც აზერბაიჯანს, ოღონდ ნავთობისა და გაზის გარეშე. მე ვარ აქ მუდმივი მმართველი, საქართველოში მოხდება ის მხოლოდ რაც მე მინდა. თქვენი საქმე არ არის აქ ვიღაცის უფლებები ადამიანის იმის დაცული იქნება, არ იქნება ციხეში ვინჯდება, სასამართლოს ვინ გააკონტროლებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩემი საქმეა და ამის იქით პრაგმატულად თუ რამეზე გვინდა დავილაპარაკოთ, დავილაპარაკოთ. ეს არის ივანიშვილის მცდელობა, რომ ამაზე წამოიყვანოს ევროკავშირი. პრინციპში ვისმენთ კიდეც განცხადებებს, მათ შორის გუშინაც გაკეთდა ასეთი განცხადება, რომ ევროკავშირს უფრო აწყობს საქართველოს ვიდრე საქართველოს ევროკავშირი. ხო, და ასევე მე მიდის იქ ლაპარაკები, აი იგივე ადამიანი, ვინც ეგ განცხადება გააკეთა, იმან თქვა, რომ ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ჩვენ ზადა ვართ ხვალვე წავიდეთ ბრიუსელში მოლაპარაკებები დავიწყოთ და ასეთი რაღაცები, ხო? აქ მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს არ არის მართლა იმ მნიშვნელობის, რის გამოც ევროკავშირი მზად იქნება, რომ დათმოს თავისი ღირებულებები. დათმოს ის, რაზეც არის აგებული მთლიანად ევროკავშირი. თუ საქართველოს და ქართველი ხალხი დათმობს ევროპულ პერსპექტივას, ანუ თუ საქართველოში იტყვიან, რომ აღარ გვინდა ევროკავშირში გაწევრიანება, კაცო, რა გვინდა, ესეთი ცუდი თუ არის ევროკავშირი, მაშინ რაღაც გვინდა ევროკავშირი. თუ კი ასეთი რეალობა დადგება, კი, მაშინ ევროკავშირი ადგება და რაღაცა ფორმით ურთიერთობა ექნება იმ დე-ფაქტო ძალასთან, რომელიც საქართველოს მართავს. მაგრამ მანამ სანამ საქართველოში ბრძოლა გრძელდება, სანამ საზოგადოების დიდი ნაწილი პროევროპულად არის განწყობილი, ევროკავშირი ამ ნაბიჯს ვერ გადადგავს და ვერ იტყვის, რომ ანუ საქართველოში ჩვენ ფეხებზე გვყიდია დემოკრატია, ფეხებზე გვყიდია ადამიანის უფლებები, არ გვაინტერესებს ვირას აკეთებს, არ გვაინტერესებს რა ტიპის სახელმწიფოა, ჩვენ რაღაც ინტერესი გვაქვს ამ დაკავშირებადობის და მოდი ხა მოვილაპარაკოთ. არ გამოვა უბრალოდ ეს ამბავი. მაგრამ სწორედ ამას მიზანმიმართულად აკეთებს ივანიშვილი, რომ საქმე იქამდე მიიყვანოს, რომ საქართველოში საერთოდ დემოკრატიული პერსპექტივა გააქროს. ეხლა რასაც ჩვენ უყურებთ სასამართლოს ხელით რაც კეთდება ოპოზიციის ლიდერებთან მიმართებაში, რომ ამ თვის ალბათ იმ თვის ბოლოს, აგვისტოს ბოლომდე ოპოზიცია იმ პოლიტიკური პარტიების ლიდერები, რომლებმაც დაამარცხეს ივანიშვილი არჩევნებში, ან აღმოჩნდებიან ციხეში, ან აღმოჩნდებიან ქვეყნიდან განდევნილები და შემდეგ ანუ ივანიშვილი ცდილობს, რომ გაასწროს რაღაცნაირად გეოპოლიტიკას და თქვას, რომ იცი რა, აქ მაინც არავინ არ არის, მარტო მე ვარ. ვინ უნდა რა არჩევნებს რო ჩავატაროთ, სხვა ვინ იქნება. მე ვიქნები და მე მელაპარაკეთ და საერთოდ აღარ გვაინტერესებს ევროკავშირის წევრობა, უბრალოდ პრაგმატულად რაღაცა ფული გავაკეთოთ, ბიზნესზე ვილაპარაკოთ და ასე შემდეგ. ეს არის ივანიშვილის გზა, რომელიც უკვე გამოკვეთილია. რამდენად წავა ამაზე ევროკავშირი, მე მგონია, რომ სანამ ბრძოლა გრძელდება საქართველოში, ამაზე ევროკავშირი არ წავა. თუ საქართველოში მოსახლეობა იტყვის, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ჩვენ უზენაესი ლიდერი, რომელიც ღმერთმა აცოცხლოს 155 წელი, რომ როგორღაც ომში არ ჩაგვიტრიონ და კაცები არ გვაგვათხოვონ და ქალები ერთმანეთზე არ დააქორწინონ,
თუ ეს იქნება დამოკიდებულება ქართულ საზოგადოებაში, ევროკავშირი გვეთქვის, რომ კი ბატონო, როგორც თქვენ გინდათ და შემდეგ იქნება რაღაც პრაგმატული ურთიერთობები, როგორც აქვს მაგალითად საუდის არაბეთთან, ან არაბეთის გაერთიანებულ ემირატებთან. მაგრამ აქამდე გრძელი გზაა და ჩვენი ბრალი იქნება. თუ ამას მოახერხებს ივანიშვილი, რომ საქართველოს გადააქცევს ბელარუსისა და კი ჩეჩნეთის რაღაც ჰიბრიდად, ხო, რომელიც საბოლოო ჯამში მე ეგრე იმართება, როგორც ის ხედავს, ახლა ბოდიში ევროკავშირი არის თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფოების ერთობა. შენ თუ ამ რაღაცაში ვერ ეწერები, ვისი ბრალია, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. მაშინ იქ არაფერი აღარ გესაქმეა. ეთილი კიდევ ერთი ბატონო გიორგი ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის და ევროპის სხვა სტრუქტურების შემდეგ ქართული ოცნება ახლა უკვე EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეასაც Deep State-ს უკავშირებს და რამდენიმე წუთი ამაზეც მინდა ვისაუბროთ. იცით რომ EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას მწვავე კრიტიკით პასუხობენ მმართველ პარტიაში არაფორმალური ოლიგარქიული გავლენებით მოქმედი სხვა ევროპული ინსტიტუტების მსგავსად უკვე EUTHO ღიად ჩართეს პროცესში, რომლის მიზანი უსამართლო და სამარცხვინო ბრალდებებით, სანქციებით და ზეწოლის თუ შანტაჟის სხვა ბერკეტების გამოყენებით საქართველოში ხელისუფლების შეცვლა და Deep State-ის მორჩილი აგენტურით მისი ჩანაცვლებაა. ამას ამბობს ირაკლი ყობახიძე. რამდენად შეიძლება იყოს ეს ყველაფერი EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეის ზოგადად ევროპული ინსტიტუტების მიზანი და მეორე მხრივ აი ამ ვითარებაზე ზოგად კონტექსტშიც მინდა ვისაუბროთ. აი რას ნიშნავს, როცა პრაქტიკულად აღარ რჩება ხო გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საერთაშორისო პლატფორმა, ვისთანაც ქართულ ოცნებას აი კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა ექნება. კეთილი, ხო? ანუ ხა ეგ Deep State-ის ამბავი უბრალოდ ჩვეულებრივი სისულელეა და ქართული ოცნების კონტროლირებადი საზოგადოებისთვის ტვინის გამორეცხვის ცდილობაა, იმიტომ რომ რა Deep State-ი აკონტროლებს EUTHO-ს, როდესაც არჩევნები დამთავრდა და EUTHO იყო ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც რაღაც ფორმით ელაპარაკებოდა ქართულ ოცნებას. და მაშინ რატომღაც Deep State-ი იქ ახლომახლო არ იყო და ეხლა როდესაც ძალიან კაცრი რეზოლუცია მიიღო და პირდაპირ EUTHO-მ განაცხადა, რომ მარტო ის არჩევნები კი არა, რომელიც გაყავდა და ძალიან მძიმე დარღვევებით ჩატარდა, ნებისმიერი სხვა არჩევნები, რომლებიც საქართველოში ჩატარდება, ლეგიტიმაცია მიეცემა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მას საერთაშორისო დამკვირვებლები დააკვირდებიან და ადგილობრივი დამკვირვებლების მათ შორის და სწორედ ამან განაპირობა, რომ Deep State-მა ასე ვთქვათ კონტროლი გაამკაცრა EUTHO-ზე, ხო? მანამდე ხო რატომღაც Deep State-თან კავშირი არ ქონდა ქართული ოცნების. ანუ ამას რა ნახევრად ხუმრობით რაზე ვყვები, რომ მე მინდა საზოგადოებამ ამას შეხედოს, ასე რა თქმა უნდა, ეს არის მეგა სისულელე, ტვინის გამოსარეცხი, ჩვეულებრივი რაღაც ახლა ჭკუა სუსტი უნდა იყოს, რომ ეს დაიჯერო. და ეს არის რა საერთოდ. ეხლა რაც შეეხება იმას, რომ აი უბრალოდ დაფიქრდით რა, ეს Deep State-ია თუ რაღაცაა, ხო, ერთი რო კითხო, ანუ აი ყობახიძეს რამდენჯერ კითხეს, აი ვინ არის ეს Deep State-ი, ვინ დგარან, ანუ ასახელები გითხარი, ან გვარები გითხარი, ან ქვეყნები გითხარი, ან რაღაცა გითხარი, ვინ არის. ხო და ის დგას და ეს რაღაც AI ბიჭუნასავით რაღაცებს იმეორებს, ხო? ხო, ანუ საბოლოო ჯამში, აი როგორ წარმოგიდგენიათ, რაღაც არის უზარმაზარი ძალის მქონე გაერთიანება, ხო, რომელიც შეერთებულ შტატებს აკონტროლებს, ბრიტანეთს აკონტროლებს, ეგერ თურმე ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გადადგა და Deep State-ის ჩარევის შედეგად მოხდა ეგ ყველაფერი. მთელ ევროკავშირს აკონტროლებს, უკრაინასაც თურმე ეგენი აკონტროლებენ და აი რატომღაც ბიძინა ივანიშვილს და საქართველოს ვერ მოერივნენ. ხო, სრული იდიოტოა და სისულელეა, ხო? ამიტომ აქ ლაპარაკი გვაქვს ჩვეულებრივ მარტივ რაღაცაზე რა. როდესაც ქართულ ოცნებას ვიღაცა პირდაპირ ეუბნება, რომ შენ რაღაც დააშავე, რაღაც არ გააკეთე სწორად, ეს ადამიანები ციხეში რო ყავს უნდა გამოუშვა. ის კანონები, რომელიც მიიღე დრაკონულია და არადემოკრატიულია და უნდა გააუქმო. სასამართლოს თავი უნდა დაანებო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აქ აუცილებლად თამაში შემოდის Deep State-ი, ხო? ხას უსვამს ის რომ 2024 წლის არჩევნების მერე სხვა რამე დაწერა EUTHO-ს სადამკვირვებლო მისიამ და ახლა მე Deep State-ი ჩაერია. ხო, არაფერი სხვა არ დაწერა, მაშინაც ის დაწერა, ზუსტად უბრალოდ და ამ ყველაფრის გათვალისწინებით პრეამბულის გარდა ესენი არაფერს არ კითხულობენ. ისევ მართველი პარტიის არგუმენტაციაზე რომ მოგაწოდოთ ინფორმაცია, ამტკიცებს საქართველოს ხელისუფლება, რომ მოკლედ ზეწოლის ქვეშაა EUTHO-ს საპარლამენტო ასამბლეა, ისე როგორც სხვა შორის
მართველი პარტიის გუნდის მტკიცებით ასეთივე ზეწოლის მცდელობა იყო 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს EUTOS მისიაზე და გეტყვით ბარემ კონკრეტულად რა განცხადება კეთდება ქართულ ოცნებაში 2024 წლის არჩევნების მეორე დღეს, როდესაც სადამკვირვებლო მისიას პირველადი ანგარიშები უნდა გამოექვეყნებინა, იყო თათბირი, რომელშიც EUTOS სადამკვირვებლო მისიასთან ერთად ევროსაბჭოს და ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიები მონაწილეობდნენ და იქ იყო პირდაპირ ზეწოლა, რათა EUTOS მისიას საკუთარი დასკვნა გაეყალბებინაო შალვა პაპუაშვილი. ასახელი არა აქ, ამგვარი არა. საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობა. მაგას ეს ყველაფერი სისულელეა, იმიტომ რომ არ არსებობს ეგეთი რაღაცა deep state. რატომ არის გამორიცხული რომ ეხა deep state-ი შეიძლება არსებობს, მაგრამ EUTOS-ზე რომელიმე სხვა ევროპულ ორგანიზაციას და ზემოქმედება მოეხდინა? რა მოეხდინა ევროპულ ორგანიზაციას, ამერიკის შეერთებული შტატები, ამერიკის შეერთებული შტატების წევრია, რუსეთის წევრია ამ EUTOS-ი და კიდე სხვა უზარმაზარი ასე ვთქვათ, არმია ქვეყნების, რომელიც ნახევრად დემოკრატიულია. ეს უბრალოდ არასერიოზულია ჩემი აზრით და კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის დამოკიდებულება კობახიძის და პაპუაშვილის საკუთარ ამომრჩეველთან, სულელებად მიაჩნია ეს ხალხი და აი ესეთ რაღაც ზღაპრებს უყვება რა, თორე საბოლოო ჯამში ეს არის სრული ბოდო, ამაზე საერთოდ კომენტარის გაკეთება არ შეიძლება, იმიტომ რომ ეს არის სრული სისულელე, მაგრამ სინამდვილე ის არის, რომ რეალურად ქართული ოცნება არის იზოლირებული, არავინ არ ელაპარაკება, არავინ არ აღიარებს და შესაბამისად ასეთ ცდილობენ, რომ რაღაცას მიაღწიონ და აი ამ თავის კიდევ ერთხელ ტვინი გამოულაყონ საქართველოს მოსახლეობის რაღაც ნაწილს. თუ deep state-ია ყველაფერი, რო გაქანდა ეს მაკაბოჭორიშვილი ამერიკაში ცივილკივილით, ისიც ხო deep state-ია, ხო? არ დაგვაუწყდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი არის სანქცირებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. ისე ტრამპიც საუბრობს. დიახ, ოღონდ უყურე, ესენი ასე ლაპარაკობენ. არა, ტრამპი რო საუბრობს, ის სხვა deep state-ია და სხვა რაღაცას გულისხმობს, რა ქვია, ეხლა მაგაზე ლექციას ნუ ჩამატარებინებთ ეთერში, ძალიან გთხოვთ რა. და ან კიდე ის რა, თურქეთში რო deep state-ია და საერთოდ სიტყვა deep state-ი თურქულია, რო იცოდეთ და თურქული პოლიტიკის წარმონაქმნია ზოგადად. ხო და ლაპარაკი იყო თავის დროზე გენერლებისა და სამხედრო ასე ვთქვათ პირების გაერთიანებაზე, რომელიც ახერხებდა რაღაცეების კონტროლს, ხო, მაგრამ ამაზე აღარ ვილაპარაკებ, ამაზე ცალკე შემიძლია ლექცია ჩავატარო. მე უბრალოდ რისი თქმა მინდოდა, უბრალოდ დამოვიწყდა რაზე ვლაპარაკობდი, ხო, აი რო გაქანდა ეს ბოჭორიშვილი, რა ქვია, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ესე იგი, წარამარო რომ გამოდის ხოლმე, რა ქვია, მაგათ ფილოსოფოსი და ამბობს, რომ ტრამპსაც deep state-ი აკონტროლებს და რუბიოსაც და ყველას და იქ 4 ოჯახი და რაღაცეები. რა უნდა ერთი რას მიდის ვერ გავიგე ამ deep state-ში რას მიძრება. მაგრამ თან რის თქმა მინდოდა, დავიწყე და გავჩერდი, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. უკვე რამდენიმე წელია. ეხლა ესენი ამბობენ, რომ მაშინ კაცო ცუდი პრეზიდენტი რო ყავდა ამერიკას deep state-ის კონტროლირებადი, თვითონ ბაიდენი იმან დაასანქცირაო და ტრამპმა რო გააგრძელა ეგ სანქციები ერთი წლის წინ, ეგ როგორ იყო საინტერესოა. ტრამპიც deep state-ის კონტროლირებადი ხო არ არის და რუბიოც. ხო, მოკლედ რაღაცნაირად ჩამოყალიბდნენ, გაერკვნენ, თვითონ არიან გახლართულები ამ რაღაც სრულ სისულელეში და ეხა ადამიანებიც კიდე ვინც ამას უსმენენ, იმედზე და სანქცირებული ტელევიზიებით, ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ტელევიზიებით რუსული პროპაგანდის გავრცელებისთვის რო არიან დასანქცირებულები, იმათაც მინდა უთხრა ორი სიტყვა, რომ ოდნავ დაფიქრდით საკუთარ ინტელექტზე რაღაცა პატარა წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ, აი ეს სისულელეები არ დაიჯეროთ რა. ადაგოგი სამცხორ ბევრი დრო არ გვაქვს. თვითონ კობახიძესაც არ ჯერა, თორე კარგი. გავცდეთ მინდა საქართველოს და დარჩენილი წუთები დღევანდელი გადაცემის უკვე უკრაინაში მიმდინარე პროცესების შეფასებას დაუთმოთ, სადაც ომთან დაკავშირებული პერიპეტიების გარდა ახლა უკვე აი სამთავრობო ცვლილებებიც იქცევს ყურადღებას. შეიცვალა პრემიერ-მინისტრი, შესაბამისად გადადგა და თავიდან დაკომპლექტდა მთავრობა, მათ შორის კი აი სრულიად მოულოდნელად იცვლება თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი, რომელიც კარგი იმიჯით სარგებლობდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ზოგადად დასავლეთში და დღეს სხვათ შორის, როგორც უკრაინული მედიიდან გავიგეთ, კიევსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში საპროტესტო აქციებიც კი გაიმართა ფედოროვის უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე დაბრუნების მოთხოვნით. აი რა შეიძლება იყოს მარტივად კითხავთ უკრაინაში სამთავრობო ცვლილებების მიზეზი და აი როგორ ფიქრობთ, რატომ დაინახა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომ აი მინისტრთა კაბინეტის განახლება იყო საჭირო?
ხო, მოგეთ ორი საკითხია, ეგ რომ ერთი რომ მთლიანად მინისტრთა კაბინეტის განახლება და პრემიერ-მინისტრის გამოცვლა და განსაკუთრებული აქცენტი თავდაცვის მიერ. ხო, და შემდეგ უკვე თავდაცვის მინისტრი, რომელიც თავიდან გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არ უნდა შეცვლილიყო, მაგრამ საბოლოო ჯამში მას მოუწია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო. ეხლა ასე ვთქვათ, მინისტრთა კაბინეტის როტაცია არის ჩვეულებრივი ამბავი და ხშირად ხდება ხოლმე, რომ რაღაც მომენტში ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო ეს როტაცია არის საჭირო. ეხლა კონკრეტული მიზეზი რაში დაჭირდა ზელენსკის ამის გაკეთება საბოლოო ჯამში ეს მე არ ვიცი, არ მაქვს ინფორმაცია და თავადაც არ საუბრობდა ზელენსკი ამაზე, უბრალოდ ზოგადად ამბობდა, რომ საჭიროა განახლება იმისთვის, რომ უფრო ეფექტურად ვაწარმოოთ ომი, უფრო სწრაფად წავიდეთ წინ სხვადასხვა მიმართულებებით და შესაბამისად ახლა ვის რა უფლება აქვს უთხრას რომ არა, ხო? მაგრამ რაც შეეხება ფიოდოროვის საკითხს, აქ საქმე გვაქვს ორ ძალიან მაღალწონიანი ადამიანის დაპირისპირებასთან, არათავსებადობასთან, საუბარია თავდაცვის მინისტრ ფიოდოროვზე და გენერალ სირსკიზე. მოკლედ იგივე პრეზიდენტი ზელენსკიც ამას ამბობს, რომ სასურველია, რომ ამ ადამიანებს გამოენახათ ერთმანეთთან მუშაობის ძალა და საშუალება, მაგრამ ვერ ხერხდება ეს ყველაფერი. ისე თავის მხრივ რა შეიძლება იყოს მიზეზები იმის, რომ არც ისე კარგად, ასე ვთქვათ, უგებდნენ ერთმანეთს უკრაინის თავდაცვის მინისტრი და შეერაღებული ძალების თავად ფიოდოროვმა ილაპარაკა ამაზე, რომ რაღაცა სირსკი რაღაც ძველმოდური, სხვანაირად უყურებს რაღაცებს, ის უფრო ინოვატორია, ვერ იტანს, ასე ვთქვათ, რაღაცა ბიუროკრატიულ ბარიერებს, რომელიც ბევრია უკრაინაში და ამას თვალი უნდა გაუსწოროთ. გარდა ამისა, იქ ლაპარაკობდა, რომ იმ ცდილობები იყო ორივე მხრიდან, რომ ერთად ემუშავათ, მაგრამ საბოლოო ჯამში არ გამოვიდა, იქ ამბობს, რომ სირსკი რაღაც ჩემ ინიციატივებს ბლოკავდა. საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი მიდის იქამდე, რომ საქმე ზარალდება, ხო? და პრეზიდენტმა ზელენსკიმ სწორედ ეს თქვა, რომ მე ორივეს პატივსცემ, ხვდები ორივეს მნიშვნელობას, მაგრამ მთავარი ამბავი არის უკრაინა, მთავარი ამბავი არის ჩვენი წინწასვლა და ეს ხელს უშლის აი ამ ყველაფერს და საბოლოო ჯამში აირჩია გენერალი, რომელიც ფრონტზეა, მოდი ასე ვთქვათ, და შეცვალა მინისტრი, რომელიც ასე ვთქვათ, უმაგრებს ზურგს, ასე ვთქვათ, სამხედრო ოპერაციას, ხო? აქაც ბოლო მონაცემები მე რაც ამაქვს საუბარია, რომ დროებით თავდაცვის მინისტრი გახდება სამხედრო პირი, რაც უკრაინაში დიდი ხანი არ ყოფილა. ზოგადად დემოკრატიულ სამყაროში სამხედრო პირი არ ხდება თავდაცვის მინისტრი, არ უნდა იყოს. მხოლოდ საბჭოთა კავშირში და რუსეთში და ასე ამ ქვეყნებში იყო ხოლმე ასე. დროებით ალბათ ერთ-ერთი ძალიან გავლენიანი სამხედრო შეასრულებს აი ამ მოვალეობას, როგორც მყოფი ქვეყნისთვის პრაგმატული. ხო, შესაძლებელია, მისაღებია და შემდეგ უკვე ალბათ გადახედავენ აქეთ-იქით და შეეცდებიან, რომ ისე მოაგვარონ ეს ყველაფერი, ან საბოლოო ჯამში მე სირსკი შეცვლიან, ან აქეთ შეცვლიან ვინმეს, არ ვიცი, მაგრამ რა თქმა უნდა ეს არ არის კარგი. ამით ზარალდება უკრაინას, მისი საქმეები, რაღაც ამბავში იჭედება რაღაცა, მაგრამ მეორეს მხრივ არ დაგვაუწყდეს, რომ უკრაინა დემოკრატიაა, როგორც სახელმწიფო, ეს გამოაჩინა იმანაც, რომ არაერთ ქალაქში გაიმართა, ასე ვთქვათ, საპროტესტო გამოსვლები ფიოდოროვის დაბრუნების მოთხოვნით. ხო, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ რა დროს ეგ არის კაცო გაგანია ომია, რა დროს პროტესტია, რა დროს გამოსვლა, მაგრამ ეგ არის დემოკრატია, ხო? საერთოდ ჯამში, როგორც ჩანს, გაბრაზებულია თვითონ ფედოროვი ზელენსკი მისი მრჩევლის თანამდებობაზე დარჩენა შემოთავაზე, მაგრამ უარი ვთქვიო, ასეთია მისი განცხადება და აი ბოლო კითხვაც და ამ დაგემშვიდობებით რიგი ანალიტიკოსი, შეიძლება ითქვას, რომ არც ისე კარგ რამეს ფიქრობს თავდაცვის მინისტრის შეცვლის გარემოებებთან მიმართებაში, მაგალითად ფიქრობს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ასე ვთქვათ, სპეციალურად მოიშორა რეიტინგული პოლიტიკური ფიგურა, როგორც ვთქვათ, პოტენციური მეტოქე მომავალ არჩევნებზე. აი, რამდენად შეიძლება ეს გადაწყვეტილება ამ დონემდეც დავეყვანოთ? ვიცი რა, არ ვიცი რა, რაც არ ვიცი რანაირად შეიძლება ამაზე, მაგრამ თეორიულად რა თქმა უნდა ეს ყველაფერი შესაძლებელია, ასე ვთქვათ, ზელენსკიც მათ შორის პოლიტიკური ცხოველია
და შესაძლოა ინსტინქტურად ის ფიქრობდეს ომის ფონზე ემზადებოდეს ახალი არჩევნები. ომის ფონზე არაფერი გამრჩეული არ არის, ამას ბუნებრივია, მე ამას არ ვამტკიცებ, მაგრამ საკვირველი ეს არ იქნება ნამდვილად, მაგრამ ეს მე არ მგონია, რომ ამით ის ან გაანეიტრალებს, ან გაანადგურებს ფიოდოროვის ფიგურას პირიქით, ჩემი აზრით, თუ კი მაგაზე ფიქრობს პრეზიდენტი ზელენსკი, ამით ის შექმნის ახალ ფიგურას ან ახალ მოწინააღმდეგეს გაიჩენს, ხო? შესაძლოა ოპოზიციაშიც ვიხილოთ. ანუ უფრო მარტივი არ იქნებოდა, რომ ეხლა სიტყვაზე სირსკი რო გაეშვა, სირსკის არ აქვს პოლიტიკური პერსპექტივა, ხო? ანუ ის პოლიტიკოსი არ არის და არც ხედავს თავს. ზალუჟნი არ არის, ხო, სირსკი, რომელიც ახლა იქ ბრიტანეთში ელჩად არის, მაგრამ პირდაპირ აცხადებს, რომ პრეზიდენტობის როცა იქნება საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში, ის იყრის კეთს, ხო? ხო და კიდევ ერთხელ, ანუ უკრაინა დემოკრატიაა და ეს ჩვეულებრივი რამე იქნება. უბრალოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მთლად კარგი დრო არ იყო ამისთვის. მადლობა ბატონ გიორგი სტუმრობისთვის. დაგემშვიდობებით. გიორგი რუხაძე ასრულებდა ჩვენს კითხვებს. თავისუფალი სტუდიაც ამით ასრულებს მუშაობას. ერთმანეთს ამ სტუდიაში უკვე მომავალ ხუთშაბათს შევხვდებით. ნახვამდის.